მშვიდობისა თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. Თქვენი ლიმიტი ამოწურულია. პასუხი, რომელიც სიმსივნით დაავადებული პაციენტის ტელეფონზე ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის. ეს ფაქტიურად მისი განაჩენია. ადამიანები ონკოლოგიური დიაგნოზით ისედაც ცხოვრების ურთულეს ეტაპს გადიან და თითქოს ესაკმარისი არ იყოს სიცოცხლისათვის ბრძოლაში უამრავი დაბრკოლება ხდებათ. დღეს ონკოლოგიის პრობლემებზე ვისაუბრებთ. ნია შარიქაძე ონკოლოგი, ეკა სანიკიძე ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი და ექიმი ვახტანგ კალოიანი. ჩვენთან სტუდიაში იქნებიან ეს ადამიანები, ჩართვაში გვეყოლებიან ზურა პეტროსიანი საფრანგეთიდან, ექიმი ონკოლოგი და პირველ რიგში დავიწყებთ ჩართვას ბათუმიდან, ნატალომსაძე ჩაგვერთვება ახლა პაციენტი, რომელიც ასევე საკმაოდ მძიმე გზას გადის. ნატა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოიჩინეთ ესეთი, არ ვიცი, ძალიან დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა, რომ დღეს პირდაპირ ეთერში ისაუბროთ პრობლემაზე, რომელიც ამ წუთას თქვენ ძალიან გაწუხებთ, მაგრამ ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია საქართველოში სამწუხაროდ და ჩვენ სწორედ ამ პრობლემებს, მიზეზებს და იმას ვიკვლევთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს სახელმწიფოში ისე რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება ნაკლებად ეხებოდეთ ადამიანებს. ნატა, მოგვიყევით თქვენი ისტორია, რით დაიწყო ყველაფერი და როგორ მოხდა დიაგნოზის დასმა? გამარჯობა ნინო, მივესალმებით თქვენს მოწვეულ სტუმრებს, თქვენს მაყურებლებს. საღამო მშვიდობის. ჩემი პრობლემა დაიწყო ერთი უმნიშვნელო პრობლემით, რომელიც შეიძლება საერთოდ არავინ მიაქციოს ყურადღება და მე ავტეხე განგაში და მივმართე საქართველოს სამ წამყვან გინეკოლოგს, მინდოდა გამეგო ჩემი მდგომარეობის შესახებ, რატო გრძნობდი თავს სუდად და მითხრეს, რომ ეს იყო უმნიშვნელო მიომა, რომელიც გახშირებულია საქართველოში და აქვს ქალბატონების უმრავლესობას. ამ მიომის ოპერაცია შემომთავაზეს ქირურგებმა, შემეძლო გამეკეთებინა, არ იყო მაინც და მაინც გადაუდებელი და საგანგაშო, მაგრამ გადავწყვიტე რაღაც კლინიკაში ვიყავი მისული რომ გამეკეთებინა. გავიკეთე ოპერაცია, დამთავრდა წარმატებით. მითხრეს რომ კარგად ჩაიარა ყველაფერმა, მაგრამ შეეწირა ამ ოპერაციას ჩემი ორი ორგანო. ამომაცალეს საშვილოსნო, ორი მქონდა, მე საშვილოსნოთან დაყოლილი და ერთი თირკმელი და მითხრეს რომ ესე იყო უკეთესი. გამომწერეს კლინიკიდან და 3 კვირა იყო გასული გამოწერიდან, შევედი ძლიერი სისხლდენით და ტკივილებით. კიდევ გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ ამ ოპერაციაზე უბრალოდ საოპერაციოში გამიყვანეს და გამომიყვანეს და მითხრეს რომ არ იყო ჩემი საქმე კარგად, აი სიტყვით ეს სიტყვები იყო. ანუ კონკრეტული დიაგნოზი თქვენი ცოდვით, თქვენი ეს თავიდანვე იყო თქვენთვის ცნობილი ოპერაცია MDM. არაფერი არ ვიცოდი, მხოლოდ ვიცოდი რომ იყო მიომა, გამიკეთდა მიომაზე ოპერაცია და საჭირო გახდა ჩემი საშვილოსნოს ამოღება. მხოლოდ ეს ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშიც აღნიშნეს 3 პროფესორთან ვიყავი, 3 წამყვანი გინეკოლოგი პროფესორი, ვინც ყავს, მათ შორის ერთ-ერთი ონკოგინეკოლოგი არის და ვერც ერთი მათგანი ვერ მიხვდა ჩემს მდგომარეობას, რომ ეს არ იყო მხოლოდ მიომა და ეს იყო სარკომა მეოთხე სტადია. მეორე ოპერაცია რო გამიკეთდა, რამოდენიმე დღეში ვიგებ, რომ თურმე მიომის პრობლემა კი არა და ეს იყო სარკომა და სასწრაფოდ უნდა დამეწყო მორფოლოგიური ეს აბა დაითესა თვითონ კი და მე იქიდან მოვიდა ეს კი მასალა რომ დაითესა საეჭო ამომივიდა, არ ეწერა იქ რომ მე ვიყავი ონკოპაციენტი, ან მსგავსი დიაგნოზი მქონდა, თანხა გადაურიცხეთ და ხელმეორედ გამიკეთდა უკვე კვლევა და იქ ამოვიდა რომ იყო კიბო და არა მიომა. მე უკვე მითხრეს რომ სასწრაფოდ დრო არ მქონდა, იმიტომ რომ თელ სხეულზე მქონდა ეს მეტასტაზები და მე ფიზიკურად დრო არ მქონდა ორგანო დარჩენილი, სადაც მეტასტაზი არ იქნებოდა და მითხრეს რომ კვლევებს ვერ დაველოდებით, სქემას ვერ შევადგენთ, იმიტომ რომ ხვალვე უნდა გაგიკეთოთ სტანდარტული ქიმიაო და რაღაც ვერ გაიგეს ჩემი დიაგნოზი და ესე შეცდომით საშვილოსნოც ამომაცალეს, 2 ოპერაცია ისე გამიკეთა და მე მითხრეს უკვე ჩემი დიაგნოზი, რა თქმა უნდა წამოვიდა უნდობლობა ჩემი მხრიდან საქართველოს წამყვან პროფესორებთან მიმართებაში და გადავწყვიტე წავსულიყავი თურქეთში. ამ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ მონაწილეობს? აი იგივე კვლევები რაც დაგჭირდათ, ოპერაცია ეს ყველაფერი, ეს რა ხარჯებით ჩაიტარეთ?
მე თითქმის 1 წელი ამ ბრძოლაში ვარ და სახელმწიფოსგან არ მიმიღია ერთი თეთრიც კი. როდესაც სახელმწიფოს მივმართე დაფინანსებისთვის, მომივიდა უარყოფითი პასუხი და მიზეზი იყო ის, რომ მე ვარ დაბადებული და გაზრდილი ხაშურში, არ ვარ თბილისში ჩაწერილი, არც ბათუმში. შესაბამისად, სახელმწიფო მითხრა უარი, იმიტომ რომ პრიორიტეტი არ გამაჩნია და არც რამე სხვა დახმარებას ვერ მივიღებდი სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ხაშურში მქონდა ჩაწერა. გადამამისამართე ესე ერთგან, მერე მეორეგან ამ საბუთებით დავრბოდით და საბოლოო ჯამში დაფინანსება მე არც ერთი თეთრი არ მიმიღია ჩვენ სახელმწიფოსგან, მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი ოჯახიც ამას ვცდილობდით, მაგრამ არა, უარი. საყოველთაო დაზღვევაში იყავით, ნატა? როგორც ყველა ქართველი კი, მაგრამ არ შემეხო არაფერი. საერთოდ არაფერში არ მქონია მე არანაირი დაფინანსება. უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ თუ თქვათ ადგილზე მიმართეთ? უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ, მაგრამ არა, შევიტანეთ მე დამიკავშირდა ერთ-ერთი გოგონა იყო, რომელმაც მითხრა, რომ მე გავაგზავნიო, არ არის შენი ჩამოსვლა რაიონიდან საჭირო და მე გადავაგზავნიო, თავიდანვე მითხრა, რომ მერიაში შემაქვს, მაგრამ არ დაგიფინანსებენ, იმიტომ რომ სოციალურად დაუცველიც არ ხარო, მაგრამ მაინც ვცადოთო და იქაც რა თქმა უნდა უარი მოვიდა და არანაირი დაფინანსება არ მიმიღია. ნატა, შემდეგ თქვენივე სახსრებით მიდიხართ თურქეთში. ჩემი სახსრებით ვიწყებ მკურნალობას. სამწუხაროდ თურქეთს აქვს ძალიან დიდი ფასები და ამას ვერც ერთი მოკვდავი ქართველი ვერ შეძლებს, რომ დღისგან ჯერ მარტო კვლევები რომ გამეკეთებინა $20,000-მდე დაჯდა მხოლოდ ერთი დღის კვლევა, რაც მე მჭირდებოდა. შეიძლება არიან ონკოპაციენტები, რომლებსაც ნაკლები თანხა ჭირდებათ, მაგრამ მე ვიყავი სარკომის დიაგნოზით და მე 6 ორგანოზე მქონდა მეტასტაზები. შესაბამისად ჭირდებოდა გაცილებით 2 და 3 კვლევის გაკეთება და ეს თანხებთან იყო დაკავშირებული. ანუ ეს არის პეტ-კატ, თქვათ, MRT, ყველა ის კვლევა, რომელიც უძღვის გენეტიკური ანალიზი, იქ მინდის მე უკვე სხვა ანალიზები, რომელი ქიმია მოგერგება, გენეტიკური ვახსენე მე მგონი უკვე თქვი. უამრავი ანალიზი იკეთდება, საიდან წამოვიდა, როგორ წამოვიდა, რა იყო მიზეზი, მანამდე მქონდა თუ არა, მით უმეტეს რომ მე ოპერაცია გამიკეთეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკვერცხე დამიტოვეს, ეს არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ როდესაც საშვილოსნოს სარკომა გაქვს, პირველი მეტასტაზი სადაც მიდის არის საკვერცხე და ლიმფური კვანძები აბსოლუტურად ყველა დამიტოვეს. ჩემო ონკოლოგმა მითხრა, ეს ნეტა სპეციალურად დაგიტოვეს თუ ვერ დაინახესო ეს როგორ მოხდაო და რომ მოვუყევი უკვე რომ ისე გამიკეთდა 2 ოპერაცია, არც კი იცოდნენ რომ სიმსივნე მქონდა. შოკში ჩავარდა ჩემი ონკოლოგი, რომ მსგავსი რამ როგორ ხდება. საქართველოში როგორ ხდება ეს, რომ 60 ნაკერი მაქვს. და ხო წარმოგიდგენიათ 60 ნაკერი მთლიანად ესე ვარ გაჭრილი და როგორ ვერ უნდა დაინახო 60 ნაკერში, რომ ეს მიომა კი არა არის სიმსივნე მოდებული ყველა ორგანოზე, მაგრამ ესე მოხდა და სამწუხაროდ საქართველოში ამის უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ უამრავი პაციენტი არის ჩემს მსგავსად, რომელსაც გაუკეთდა ოპერაცია და 1 და 2 თვის მერე გაიგო, რომ ოპერაცია რაზეც გაკეთდა ეს კი არ იყო პრობლემა, რეალურად ქონდა სიმსივნე. ამიტომ საქართველოში მე ვფიქრობ, თურქეთი მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს ოპერაციას, თუ არ გაკეთდა მაგნიტორეზონანსული ან პეტ გადაღება და არ დარწმუნდა ექიმი, რომ ეს ნამდვილად არ არის სიმსივნე და არის ჩემ შემთხვევაში მაგალითად მიომა. ჩემთვის 3 პროფესორიდან ერთ-ერთს მაინც აზრად რომ მოსვლოდა, რომ მე პეტ-კატე გადამეღო და გაეგოთ რომ ეს არ იყო მიომა და იყო ავთვისებიანი სიმსივნე, მე ეხა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩემი ოპერაციის გაკეთების მერე გავრცელდა ეს მეტასტაზები და მოედო მთელს ორგანიზმს. ამას ავიცილებდი თავიდან და დიდი ალბათობა იყო, რომ გადავრჩენილიყავი 2 ოპერაციიდან ერთს მაინც. თუნდაც ერთი საშვილოსნოს შენარჩუნება მაინც რომ მომხდარიყო, ჩემ შემთხვევაში ამისი დიდი შანსი მქონდა. ეს რომ მომხდარიყო, მხოლოდ საჭირო იყო პეტის გადაღება ჩემთვის, რომ ეთქვა პროფესორს, რომ მოდი გადავიღოთ პეტი. იქნება არ არის მიომა. მით უმეტეს, როდესაც სისხლდენით შემოვდივარ, ეს არ ვიცი როგორ მოხდა, რომ
ვერ მიხვდნენ. სხვათა შორის მე აუცილებლად მინდა რომ მაყურებელს მივაწოდო ის ინფორმაცია რომ ამ ტიპის კვლევებს აი პეტ გადაღება თქვით თქვენ დაემერტეს სხვათა შორის ამ კვლევებს სახელმწიფო არ აფინანსებს არც ერთ შემთხვევაში და სხვა შორის ესეც არის ერთ-ერთი კითხვა რომელსაც მე სპეციალისტებს დაუსვა როგორ შეიძლება ვთქვათ დიაგნოზის დასმის დასმა იყოს სრულფასოვანი თუ ეს კვლევა არ ჩატარდება მით უმეტეს გენეტიკური კვლევა რასაც თქვენ ამბობთ ის არა მხოლოდ დიაგნოსტირებაში აუცილებელი როგორც მე ვიცი და ამას რა თქმა უნდა ვკითხავ ექიმებს რომლებიც სტუდიაში არიან ეს შემდეგ უკვე თვითონ მართვაშიც დაავადების მართვის დროსაც აუცილებელი კვლევა თუმცა აი ესეც რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია არ არის დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელზე ჩვენ ცოტა მოგვიანებითაც ვილაპარაკებთ ნატა როდეში ქალბატონო ნინო როდესაც მაგ კითხვას დასვამთ ძალიან გთხოვთ შეეკითხეთ რატომ ღირს კონკრეტულად შევეხები პეტს რატომ ღირს საქართველოში 3000-დან 3500 ლარამდე პეტი როდესაც თურქეთში ღირს $600-დან $800-მდე განა რა განსხვავება არის გადაღებას შორის აპარატურა ხო თავის გასაკეთებელს აკეთებს მით უმეტეს არ მინდა ვინმე დავაკნინო მაგრამ უამრავი პაციენტი მე ვსაუბრობ დღევანდელ ეთერში მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე რასაც პირადად მე შევეხე მე გადამხდა ან ჩემი თვალით ვნახე საქართველოდან თურქეთში წამოსული 50%-ზე მეტი პაციენტი პეტის დიაგნოზით არასწორია. ჩვენ გვაქვს კარგი აღჭურვილობა იმის, რომ გადაიღოს პეტმა და გააკეთოს თავისი საქმე, მაგრამ ამაზე არ შემეწინააღმდეგოს არავინ. პეტის საკითხვა საქართველოში არიციან და ამას ყველა ონკოლოგი, ყველა ადამიანი ამბობს თურქეთში, ვინც მუშაობს ამ სფეროში. და ეს არის რეალობა. უამრავი ადამიანია, რომელიც ჩამოდის თურქეთში და არ ემთხვევა ზომები, არ ემთხვევა დიაგნოზი. მე უკვე ვდაობთ, რომ იქნებ საქართველოს არ ცდება და იქნებ თურქეთი შეცდა და იქნებ თურქეთის პეტი არ ვარგა და იქნებ თურქეთის პროფესორები ვერ კითხულობენ გადაღებულ პეტს. მე მივდივარ სხვა კლინიკებში, ხელმეორედ ვამოწმებთ 2 და 3 კლინიკაში, როდესაც თურქეთის 2-3 კლინიკაში პეტზე ამოსული სიმსივნის წანაზარდები ზუსტად იდენტურია და ემთხვევა. რატო არ ხდება იგივე საქართველოში, რატო არ გვიწერენ იგივე ზომებს და თუ ზომებსაც ვერ გვიწერენ, ვერ კითხულობენ, რატომ ვიხდით ორჯერ მეც? რისი გულისთვის? გავიგე, არ გვიფინანსებენ. ეს ცალკე საკითხია და ამას შევეხებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რატო ღირს თურქეთთან შედარებით ძვირი? რის გამო? ამაზე პასუხი ვის აქვს? ნატა, მე ვიცი რომ თქვენ ახლა ფაქტიურად ყველა იმ ადამიანის გზამკვლევი ხართ, ვინც დღეს თურქეთში, გერმანიაში, საფრანგეთის სხვადასხვა ქვეყნებში დადიან და რა თქმა უნდა ეძებენ გამოსავალს და თავისთავად ცხადია ეს ძალიან მძიმე გზაა. გავანებოთ ყველაფერს თავი, რაც თქვა ადამიანს ფიზიკურად გადააქვს. რას გამოყოფთით ყველაზე დიდ პრობლემებიდან, აი პრობლემებიდან ყველაზე მეტად რას გამოყოფთით აი ამ გზაში, რომელსაც ახლა ადამიანები გადიან თქვენთან ერთად, თქვენი ახლობლები ადამიანები, რომელსაც თქვენ ეხმარებით და ეუბნებით, რომ თქვა მიიღონ აი ეს რჩევა, დააკეთონ ამ ტიპის კვლევა და ისე წავიდნენ თუნდაც თურქეთში. აი ამაზე მინდა კითხოთ რა, თქვენი თვალთახედვიდან რა ახლავს ამ დაავადებას ყველაზე დიდი პრობლემები, რომელიც სახეზეა და ყველა ხვდებით და ხედავთ. ქალბატონო ნინო, ონკოლოგია არის სფერო და კიბო არის დიაგნოზი, სადაც ერთ მტკივნეულ თემას ვერ გამოყოფ. აქ არის ყველა თემა იდენტური, ერთი და იგივეა. მე ვერაფერს ვერ გამოვყოფ. მე შემიძლია ჩამოვთვალო რა სირთულეები გვაქვს, მაგრამ რომელია უფრო რთული, ამას ვერ ვიტყვი. ჩამოვთვალეთ სირთულეები. პირველი ის არის, რომ როდესაც ექიმი გეუბნება, რომ შენ კიბო გაქვს, გაწვდის, აი ჩემ შემთხვევაში ესე იყო, ესე ხელი გამოვშალე, დამილაგეს საბუთები და მეუბნევიან, ეხა მიხვალ ამ მისამართი, აქედან აქ მიხვალ, იქიდან იქ, ამას გააკეთებ, იმას გააკეთებ. 2 წუთის უკან იგებ, რომ კიბო გაქვს და გეუბნებიან, რომ შენ უნდა მიხვიდე დაფინანსებაზე აქ, მაგრამ თვითონვე გეუბნება ონკოლოგი, შენ არ გაქვს შანსი, რომ მიიღო დაფინანსება, იმიტომ რომ ჩაწერა არ გაქვს.
პირველს დავასახელებ, რომ პრიორიტეტად როგორ შეიძლება დაიყოს ადამიანების დაფინანსება, როდესაც ყველას გვაქვს ერთი და იგივე დიაგნოზი. და თუ პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, მაშინ ბავშვები. და თუ ბავშვებზე გამოიყო დაფინანსება და ეს იყო $10,000. ამჟამად რომ ბავშვებს მე დღე დაღამო ეხვეწები საზოგადოებას, რომ თანხა აუგროონ და $10 ამ ბავშვებს დაურიცხონ. რატომ აქვთ ბავშვებს შეწყვეტილი ეს დაფინანსება? რატომ არის ლიმიტი შობელმა, რომელმაც იცის შვილის სასიკვდილო დიაგნოზი და ამ კურნალობისთვის და ბრძოლის დაწყებისთვის, რომ იცის, რომ $250,000 ჭირდება, სახელმწიფო $10,000-ით რომ აფინანსებს, დანარჩენი რა უნდა ქნას? ძალიან მინდა რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გავა ეთერში იყოს აბსოლუტურად გადამოწმებული. რამდენიმე შეკითხვას უფრო დაგისვამთ, რომ კიდევ ერთხელ ზუსტად მივიღოთ ამის პასუხი და სხვა შორის ახლა მინდა ეკასაც, ნიასაც და ვახტანგსაც ვთხოვო ესეთი რამ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ რადგან თქვენ თბილისში ჩაწერილი არ ხართ, ამიტომ მიიღეთ უარი დაფინანსებაზე. შეგიძლიათ? აი, რის დაფინანსებაზე? დიაგნოსტიკის თუ ოპერაციის? და აი დაისვა კითხვა. პეტზე ვსაუბრობ უშუალოდ. ანუ პეტზე მიიღეთ უარი. ოპერაციის შემთხვევაში რომ იგემართათ მიიღებდით დაფინანსებას? არ მიცდია, იმიტომ რომ არ მინდოდა დაფინანსებით გამეკეთებინა ოპერაცია, იმიტომ რომ ექიმმა მითხრა, რომ ეს იყო მე რო სისხლდენა მქონდა, უმჯობესი იყო დაფინანსებას არ დავლოდებოდი, იმიტომ რომ დაფინანსებას თუ დაველოდებოდი, თვითონ ექიმი იყო დაკავებული, როგორც მითხრა და 3 კვირის მერე მომიწევდა ოპერაციის გაკეთება. და შემომთავაზა, რომ მეორე დღესვე გამეკეთებინა ეს ოპერაცია, იმიტომ რომ თავისუფალი საათები ქონდა. და მე დავთანხმდი, იმიტომ რომ მე მქონდა თანხა, რომელსაც გადავიხდიდი ამ ოპერაციისთვის. ეს თბილისში ხდება ხო, ნატა, როგორც თქვენ ამბობთ? დიახ, ეს ხდება ინოვაში. კი ბატონო. ახლა მეორე შეკითხვა, ბავშვების ონკოლოგიის დაფინანსება სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა, რომ სრულად დააფინანსებდა ყველა ბავშვის ყველა საჭიროებას. ჩვენ რითი შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ? ამას ვადასტურებ, მე თვითონ არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, მე დავაარსე ფონდი, გავაკეთე იურიდიული ანგარიშები და აბსოლუტურად ყველა ბენეფიციარი, ვინც ჩემ ფონდში არის, ყველას უგროვდება თანხა თავთავისი ანგარიშით, მშობლის. უпростоრად ბავშვებზე ვსაუბრობ. მე გადამოწმებულ ინფორმაციას გაძლევთ, შემიძლია დაგაკავშიროთ მშობელთან, რომელიც ამჟამად ისრაელშია წასული, ბავშვს გაუკეთდა 6 ოპერაცია ისრაელში. აქედან მხოლოდ ერთჯერ დააფინანსა სახელმწიფომ $10,000-ით და რომ უნდა ჩასულიყო, ეხლა ავუგროვეთ $30,000 ამ ბავშვს, რომ რიგით მე-6 ოპერაცია გაეკეთებინა, სახელმწიფო უთხრა, რომ დააფინანსა $10,000-ით, მშობელი ჩავიდა და ადგილზე გაიგო, რომ სახელმწიფოს ეს $10,000 ჯერ კიდევ არ აქვს გადარიცხული ისრაელის კლინიკაში. ეს იყო მე-5 ოპერაცია და ბავშვს უკვე მე-6 გაუკეთდა, უпростоრად მე-7 გაუკეთდა 2 დღის უკან. მე მახსოვს დაახლოებით 6 წლის წინ თუ არ ვცდები ეს ერთ-ერთ ჩვენ გადაცემა 8 წლის წინ აჯიბადემთან თანამშრომლობდა აჯიბადემის კლინიკასთან. ანუ რომელიმე კლინიკა არის რომელთანაც მთლიან დაფინანსებაზეა ლაპარაკი და თქვა ისრაელი გამონაკლისია. არ არსებობს ქალბატონო ნინო, მე აჯიბადემში აჯიბადემში ვცხოვრობ ფაქტიურად, ჩემი 1 წლის ნახევარზე მეტი იქ მაქვს გატარებული და მე თვითონ ვარ შესული ბავშვების სართულზე, სადაც ბავშვები არიან. ლეიკემიით დავადებულ ბავშვებს აფინანსებდა სახელმწიფო, ეს ნამდვილად იყო. თავიდან, როდესაც ეს დაიწყო, იყო. მაგრამ ამჟამად უამრავი ბავშვი, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, მე მიკავშირდება და მეუბნება ნატაშკა პოლოსტიდამიდე, იქნებ თანხა ამიგროვდესო. საქართველოში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არ კეთდება. ჩვენ გვიწერია სახელმწიფო აფინანსებს მათ მხოლოდ იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც ჭირდება ონკოლოგიური პროცედურები, რაც საქართველოში არ კეთდება. თუ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საქართველოში არ კეთდება და ეს კეთდება თურქეთში, მაშინ ბავშვებს რატო ჭირდება დახმარება, რატო არ აფინანსებს სახელმწიფო? მე ვამბობ ზუსტად, რომ არ აფინანსებს. აჯიბადემი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენ სახელმწიფოსთან, შეწყვეტილია დაფინანსებები, ბავშვებს არ უფინანსებენ და ყველას მოსდის ერთი და იგივე პასუხი. თქვენ ამოწურეთ ლიმიტი, იმიტომ რომ კიბო არის დიაგნოზი, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამარცხო, მაგრამ მეორედ აქვს რეციდივი. ერთჯერ რომ დაგეხმარა და დაგირიცხა $10,000 და შენ 1 წელიწადში რომ რეციდივი გაქვს, უკვე სახელმწიფო გეუბნება, მე
შენ უკვე დაგეხმარი $10,000-ით. და $10,000 რაში უნდა იყოს? $250,000 ჭირდება, ეხლა მეორე ბავშვი კიდე ისრაელშია. სახელმწიფომ უთხრა, რომ ლიმიტი აღარ გაქვსო. ამ დროს რა ხდება? და თუ აფინანსებენ, მაშინ რომელი ლიმიტზეა ლაპარაკი? და თუ პრიორიტეტზე ვსაუბრობთ, ესენი ხო ბავშვები არიან, მე ვსაუბრობ 6 წლის ბავშვზე. მე არ მაქვს ლაპარაკი ჩემს თანატოლზე 50 წლის, 30 წლის ადამიანზე, ბავშვებზე ვსაუბრობ. რას ქვია ბავშვს ლიმიტი არ აქვს? იბო არ ჩერდება, რომელი ლიმიტზეა საუბარი? მესმის. ნატა, ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემას მივვრუნდებით უსათუოდ, იმიტომ რომ არის უმძიმესი და ძალიან მტკივნეული თემა ჩვენთვის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ 10,000, 12,000 ის შემთხვევაც კი არის ყოველწლიურად ახალი, რაც ძალიან მძიმე შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მძიმე სურათია, თავისთავად ცხადია და მე მახსოვს რომ იყო კიდევაც ლაპარაკი, რომ ეს სტატისტიკა სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ყურადღებით ვიქნებით უსათუოდ და თუ გაქვთ კიდე რაიმე სათქმელი და მე უკვე ექიმებთან გადავალ იმ კითხვების ნუსხა მაქვს მთელი რომელიც მინდა რომ დაუსვა და ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინოს ყურადღებით. სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ერთადერთი თხოვნა მაქვს. მე მიმართავ სახელმწიფოს ყველა ადამიანს, ვინც იცის თუ არ იცის რა არის, როდესაც კიბოს დიაგნოზს გეუბნევიან, რომ შენ კიბო გჭირს. ჩვენ როდესაც ამას გვეუბნევიან, უკვე ვიცით, რომ ჩვენი წამზომი არის ჩართული, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ არა, ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. არავინ არ იცის, ვინც ონკოპაციენტი არ არის, რას ნიშნავს, როდესაც ქიმიას გიკეთებენ. საშინელება არის ქიმიის შემდგომი პერიოდი, როდესაც იცი, რომ შეიძლება 3 წელიწადში აღარ იყო. და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს 3 წელი, რასაც რეალობა არის და გეუბნევიან თუ რამე სასწაული არ მოხდა და არ გადავრჩით. ამ 3 წლის განმავლობაში რომ მიცოცხლო, ჩვენ გვჭირდება თანხები. მე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ჩემს თავზე, იმიტომ რომ ჩემი არჩევანი არის თურქეთი, არასწორი დიაგნოზის გამო. მე ვსაუბრობ დანარჩენ ონკოპაციენტებზე, რომლებსაც არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თურქეთში წავიდნენ. ჩემი თხოვნა არის, რომ სახელმწიფომ ეს ადამიანები დააფინანსონ. პეტი იყოს, თუ ამბობს სახელმწიფო, რომ სრულად ფინანსდება, ნუ გვატყუებენ, იმიტომ რომ პეტში, რომელშიც გვიწევს $3,500 გადახდა, სხიურ თერაპიაზე რომ რიგია, ქიმიოთერაპია კი ბატონო, უფასოა, გავიგეთ, გვერდითი მოვლენები, პალიატრიული დაწესებულებები, გეგმიური ვიზიტები, როდესაც სხიურ თერაპიაზე მიდიხარ და $150 გადახდა გიწევს, ონკოლოგთან მისვლა რომ ფასიანია, ვიზიტი რომ ფასიანია, მაშინ არ არის ეს დაფინანსება. ეს არის გარკვეული ნაწილის დაფინანსება და ჩემი თხოვნა, ვინც საქართველოში მკურნალობს, დააფინანსონ ეს ხალხი და რაც საქართველოში არ კეთდება, განსაკუთრებით ბავშვები. გამწარებული ოჯახებია საქართველოში, ყველას, აი მივმართავ აბსოლუტურად ყველას, რომ თუ არ გაქვთ თქვენ თავზე გამოცდილი მენდეთ, შემომხედეთ და რავი, ალბათ მეტყობა სახელზე რა ტანჯვასაც გავდივართ ონკოპაციენტები. დამერწმუნეთ, ეს არის ჯოჯოხეთი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო პერიოდში გავდივართ და არაფერი არ ღირს იმ ფულად, რასაც სახელმწიფო ინახავს ბიუჯეტში და ამ ხალხს არ ეხმარება. დააფინანსეთ ბავშვები, ნუ დაყოფთ პრიორიტეტებად, სიცოცხლე ყველას უნდა, მაგრამ ჩვენი თაობა ბავშვები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ეუბნებით უარს მშობლებს და ნუ ეუბნებით, რომ მათ ლიმიტი ამოწურეს. არ შეიძლება ესე, არ შეიძლება ამ ქვეყნიდან განსაცდელის გარეშე ვერავინ ვერ წავა და ყველას ნუ გონია, რომ თუ ეხა ვინმე ძალაუფლება აქვს, ეს მარადიული იქნება. არავინ არ იცის, ვის რა განსაცდელი მიუკაკუნებს. მშობლები რა დღეში არიან შვილების გამო, არ იცით თქვენ. მთავრობას მივმართავ. ამიტომ თუ ამბობთ, რომ უფასოა დააფინანსეთ, ხალხი გარბის, ევროპაში მიდის, იქ მკურნალობს, იქაც მერე მთავრობას უკავშირდებიან ჩვენი ქვეყნის სახელის გადასარჩენად და იქაც სრულობენ, რომ უფასოა საქართველოში და ჩამოდითო. ჩამოყავთ და მერე აქ არაფერს უფინანსებენ. ნუ ნაწილზე მეც არ უფინანსებენ. და იმ გაქცეულს, რომელმაც სახლი გაყიდა, რომ ევროპაში თავი გადაერჩინა და უფასო აქვს აბსოლუტურად ყველაფერი, ჩვენს დაქცეულ ქვეყანაში რომ ჩამოყავს და არ გაქვს რესურსი, რომ უმკურნალო უფასოდ და ფულს თხოვ, იმ ადამიანმა რა უნდა ქნას. ეს არის პოლიტიკური მოლაპარაკება ქვეყნიდან ქვეყანაში, რომ უი, ჩვენ ქვეყანაში უფასოა. ამით რა, ჩვენ რა ონკოპაციენტებს რა, თუ ამბობ და ატყუებ იმ ევროპის ქვეყანას, რომ უფასოა, მაშინ მომხედე ბოლომდე. მე რომ თხოვ $20,000 ჭირდება ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ასე ჩამოიყვანეს საქართველოში და 3 თვეში $20,000 გადახდა მოუწია.
და უთხრეს რომ ყველაფერი უფასო გექნებაო და ინვალიდ შვილთან ერთად აქ ჩამოიყვანეს თვითონ დედა ონკოპაციენტია ეს 20,000 ლარი ვერ გადაიხადა ეს ქალი დღეს ცოცხალი აღარ არის შვილი ინვალიდი აღარც ვიცი სად არის ეს ბავშვი ვეღარ მოვიკითხე არ შეიძლება ესე თუ პატრონობთ და ამბობთ რომ უფასოა მაშინ გვიპატრონეთ მაშინ თქვით რომ არა არ არის უფასო და თქვით რომ ვერა სახელმწიფოს არ აქვს რესურსი უბრალოდ ნუ იტყუებით ნუ აბრმავებთ მსოფლიოს და ნუ ალოდინებთ ამ ხალხს ამ ხელა რიგში იმიტომ რომ კიბო არ არის გაციება რომ დღეს კარგად ხარ და ხვალ გაგიulis არა კიბო არის დიაგნოზი დღეს სუდად ხარ და ხვალ უფრო მეტად სუდად იქნები ამიტომ ჩვენ არ გვინდა სიცოცხლე ჩვენ გვინდა ვიყოთ უბრალოდ პაციენტები რომელსაც ჩვენი ქვეყანა გვეხმარება ჩვენ არ გვინდა ვიყოთ კლინიკის კლიენტები რომლებიც გამოწერილი პროგრამის ფარგლებში იღებენ დაფინანსებას და ჩვენ კიდე დამატებითი ხარჯის გადახდა გვიწევს. ესე არ შეიძლება ვიღაცას უფინანსდება, ვინც თბილისშია ჩაწერილი რაღაც გარკვეული თანხა და მე როხაშურიდან ვარ, მე არ მიფინანსდება და ჩემს ხარჯზე მის დაფინანსებულ თანხას, რომელიც სახელმწიფომ გაიღო, ჩემი გადახდილით ივსებ ბიუჯეტში და რო შეავსე იქ ნუ ღატოვებ, შენ ნუ მოიხმარ, სახში სეიფში ნუ მიგაქვს, იმ ბავშვს მიეცი, ვისაც ჭირდება, უამრავი ადამიანია, ვინც დაფინანსების მოლოდინში დაიღუპა და პალიატრიულში ამოყო თავი და იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა. ესე არ შეიძლება. თხოვნითაც გთხოვთ, მკაცრადაც ვამბობ, მე მინდა რომ ქიმიები დავამთავრო, მე არ გავჩერდები, სანამ ცოცხალი ვარ. ყოველდღე ხალხს ვერ შევეხვეწები 50 წეთრი დაურიცხე, მე რა რომ შენი შვილი არ არის, ჩვენი ქვეყნის შვილია და მოკვდება ფულს თუ არ დაურიცხავთქო. ხალხმა რა ქნას არ შეუძლია ხალხს ყოველდღე ამ 50 თეთრის დარიცხვა, თვითონაც გაჭირვებულია. მე ქიმიებს რომ დავამთავრებ, დღე და ღამეს გავასწორებ, ჯანდაცვის სამინისტროსთან მარტო რომ მომიწიოს ყოფნა იქ დავდგები, რომ ამ ხალხს ეშველოს, თორე მე საქართველოს უშვილო დამტოვა. ორი საშვილოს ნუ ამომაცალა. სანამ ცოცხალი ვარ საქართველოში, წნევის გასაზომად არ მივალ კლინიკაში. სრულ უნდობლობას ვუცხადებ საქართველოს აბსოლუტურად ყველა ექიმს, ვინც პროფესორია, ვინც არა პროფესორია. იმიტომ რომ განუკითხაობაა ჩვენს ქვეყანაში გადამზადებაა საჭირო არასწორ დიაგნოზებს სვამენ და რომ დაგჭირდეს რომ სამართალმა იზეიმოს და პასუხი მოსთხოვოს საქართველოში ხო უამრავი ადამიანი უყურებს ამას დამიკავშირდეს თუ არის ვინმე ექსპერტი კერძო ან სახელმწიფო ექსპერტი ვინც მე დამთანხმდება რომ ჩემი საქმე გამოიძიოს და ექსპერტმა დადოს დასკვნა რომ არასწორი დიაგნოზის გამო მე ესე დამართეს არ არსებობს ყველა ექსპერტი თანამშრომლობს სამედიცინო სფეროსთან არავინ არ დაგთანხმდება რომ ეს საქმე მიგაყვანინოს სასამართლომდე სასამართლოში რომ მიხვიდე ძალიან დაბალია შანსი რომ მოიგო მაგრამ შენი გულის ჭიას ხომ მაინც გააკეთებ რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში რაღაცა სამართალმა პური ჭამა და რაღაც შენი სიტყვა თქვი ვერ ნახავ ექსპერტს არ გამოყვება ყველას ვიღაცაა ყველას გამო რაღაცას ვერ აკეთებს და ესე არ შეიძლება ყველა მოუკვდებით არავინ არ გადავრჩებით მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ ჩვენ გვინდა ნორმალური სიკვდილი და ნორმალური სიცოცხლის ბოლო წლები ესე ადამიანი რომელიც ამ დიაგნოზით ისედაც გამწარებულები ვართ უარესად უსამართლობის შეგრძნება არ უნდა დაგვიტოვოს სახელმწიფომ ნატა ძალიან დიდი ბოდიში რომ ესე აგაღელვეთ ძალიან დიდი ბოდიში ნამდვილად უბრალოდ ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ფულასე აღელვებული ვართ ამშვიდებული ვერ ვიქნები მესმის იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ახლა მდგომარეობას არა მარტო საკუთარს არამედ ბევრი იმ ადამიანის რომელიც ამ გზას გადის ამ ძალიან მძიმე გზას ნატა ძალიან დიდი მადლობა მე რა თქმა უნდა გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ რომ გქონდეთ ენერგია იბრძოლოთ ბოლომდე რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბრძოლაში გნებავთ ჯანმრთელობის გნებავთ ქვეყნის კარგად ყოფნის და ნებისმიერ სხვა ბრძოლაშიც ეს ზალა გჭირდებათ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით საქმის კურსში ყოველთვის დაგიკავშირდებით და გვეცოდინება თუ რაიმე შეიძლება სასიკეთოდ იმ ძალიან რთულ გზაზე რასაც ონკოპაციენტების მკურნალობა ქვია კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ნატა ჩართვისთვის მადლობა თქვენ რომ სიტყვის უფლება მომეცით ეს ჩემი მოვალეობა ძალიან დიდი მადლობა ნატა და მე გადმოვდივარ ახლა სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის მე მესმის რომ თემა ძალიან რთულია მით უმეტეს როდესაც უსმენ ადამიანს რომელსაც ასეთი მძიმე მდგომარეობა აქვს და ნამდვილად აქვს მიზეზი იმისთვის რომ იყოს აღელვებულიც და იყოს ძალიან მომთხოვნიც თავის პრობლემების გამო. ნია, ეს ყველაფერი იყო ისაც ჩვენ მოვისმინეთ პაციენტის ნუსხა, თავისი აი ყველა იმ პრობლემის ნუსხა, რომელიც მან
დაასახელა. აი ექიმისთვის როგორ არის ეს ყველაფერი, როცა ებრძვით ისე დაავადებას, როგორც არის ონკოლოგიური დაავადება. რთულდება ალბათ, ხო? მეტყველების უნარი დავკარგე, იმიტომ რომ ეს არის პაციენტის მხრიდან გადმოსახედი. ჩვენი მხრიდან გადმოსახედიდანაც ძალიან მძიმეა. როცა შენ წინ ზის პაციენტი და მას ჭირდება ბევრი რაღაცა და ფინანსების გამო ის ამის გაკეთებას ვერ ახერხებს. ხა არ შემიძლია არ თქვა და ქალბატონმა ნატომაც თქვა რომ დღეს მკურნალობა ფინანსდება. მაგრამ მკურნალობამდე უნდა მიხვიდე. უნდა დიაგნოზი დაისვას სწორი დიაგნოზი, მთელი რიგი ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე და ეს იქნება საწინდარი სწორი მკურნალობის. სხვანაირად ყველა მოუხვდებით იმ აურზაურში, რაშიც მოხვდა ნატო. ნია, თუმცა აი მკურნალობა ფინანსდება, ხო, პრინციპში ვამბობთ, რომ ფინანსდება, მაგრამ ამასობაში არსებობს ეს საშინელი ფრაზა თქვენი ლიმიტი ამოწურულია. თუ ფინანსდება, მაშინ რა მომენტში? აი უწყვეტობა რამდენად არის გარანტირებული? ამაზე არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ მკურნალობა ულიმიტოა. ანუ მკურნალობა რაც ჭირდება, რაც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ის ულიმიტოა. მაგრამ არის ალბათ დიაგნოსტიკის ლიმიტი. ახლა მე მართლა არ ვიცი ლიმიტი ამოწურულია ბავშვებს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე არა ვარ პედიატრი, ონკოლოგი, ამიტომ არ მაქვს ბავშვებთან შეხება. და თუ ეკა მოგვეხმარება მაგ მიმართულებით, მაგრამ მოზრდილებში მკურნალობა ულიმიტოა. ის რაც ფინანსდება, ის რამდენი ჭირდება მთელი წლის განმავლობაში აქ ულიმიტო. მაგრამ დიაგნოსტიკის პრობლემა. აი პრეპარატებით ჩვენ ძალიან დიდი ხანია. აი პრეპარატები თქვათ იმუნოპრეპარატები, რომელსაც თქვათ სახელმწიფო იკავებს თავს, პრეპარატები, რომელიც არის რეგისტრირებული სხვა ქვეყანაში, უფასოდ, აი მაგალითად ჰოსპატა არის ესეთი პრეპარატი, რომელიც 2018 წელს გამოიგონეს იაპონიაში და იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს გაეცა როგორც ჩვენთან იყო ელიმინაციის პროგრამა, თქვათ ჰეპატიტის, ზუსტად ასეთი კეთილი ჟესტი გაეკეთებინა სხვა ქვეყნებისთვის. რატომ არ შეიძლებოდა ვთქვათ, რომ აი ეს პრეპარატები, რომელიც ახალია და პრინციპში მკურნალობაში ეფექტური ჩანს, ასე ჩანს სხვა დაკვირვებით, ხო? ჩვენ ხომ სამწუხაროდ გვაქვს საშუალება დავაკვირდეთ ჩვენი ნათესავების, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. ესეც ხო თავისთავად ძალიან ცუდია, როცა ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, არ ვფლობთ ინფორმაციას, თუნდაც ჟურნალისტები, რომლებიც ვართ ვალდებულები, რომ ვიყოთ ჩახედულები იმ პრობლემებში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ერთ-ერთი და ყველაზე მწვავე. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი წარმატებული ფარმაცევტული კომპანია გავიდა ბაზრიდან. თითეული ახალი პროგრესული წამლის დარეგისტრირება სახელმწიფოში ხდება მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიების ინიციატივით. არის სხვა ქვეყნებში მედიკამენტები, რომლებიც რეგისტრირებულია, მაგრამ საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. ის მედიკამენტი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის, ის არ ფინანსდება. ბუნებრივია, რომ არ ფინანსდება, იმიტომ რომ არ ხვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. თუმცა არის რაღაცა მედიკამენტები, რომელიც არეგისტრირებულია, რომელიც საქართველოში არსებობს, მაგრამ ეს არის იმუნოთერაპია, ძირითადად, რომელიც არ ფინანსდება. და ეს არის გადაღებული პრობლემა დღეს. არა მარტო პაციენტისთვის, ექიმისთვისაც, იმიტომ რომ განსაკუთრებით მძიმეა მესმის, ახლა მე არც ვედრები პაციენტის როლს, თუმცა ექიმისთვისაც ძალიან მძიმეა, როცა იცი რომ შენ პაციენტს აქვს რაღაცა მკურნალობის შანსი და შენ ვერ ნიშნავ, უпростоრად ნიშნავ, მაგრამ პაციენტი ვერ იღებს, იმიტომ რომ ეს არის ფინანსური პრობლემები. თორემ ამ შემთხვევაში შენი ნამუშევარიც მე აუცილებლად მინდა აქ ხაზი გაუსვა ნატოს პრობლემას, ეს არის დიაგნოსტიკის პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც დიაგნოსტიკა არ ფინანსდება, აქ დგება სერიოზული პრობლემა არასწორი დიაგნოზის. და აქ ყველა ერთად ვეხვევით იმ ორომტრიალში, რასაც არასწორ გზაზე დადგომა ქვია. პაციენტიც, ექიმიც და ყველა ერთ პრობლემაში ვართ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ოპტიმიზაცია. მე დავახოს ბევრჯერ გვილაპარაკი ამ საკითხზე, რომ სტანდარტი, მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. ეს არის ამოსავალი
წარმატებული ქვეყნები მისდევენ ამას. ეს არ ნიშნავს, რომ პერსონალიზაცია მკურნალობის არ მოხდეს. არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამას. ეს ნიშნავს, რომ აი როგორც ჩვენ ვიცით, რომ დილას რო ადგები, ხელპირი უნდა დაიბანო, ეს უნდა იყოს ყველასთვის. როგორც სახლს ვერ ააშენებ, სანამ საძირკველს არ გათხრი და პირველ აგურებს არ დადგავ, შენ ხო ვერ ააშენებ 12 სართულიან სახლს. ნატოს შემთხვევა იყო ცოტა სხვანაირი იყო, იმიტომ რომ ნატოს შემთხვევაში პრინციპში დიაგნოზის დასმა მოხდა არასწორად, დაგვიანდა, სავარაუდოდ დაგვიანდა. მე ეხლა ესე დეტალებში მაგრამ დაფინანსების ხო, მან თავის ფული გადაიხადა პრინციპში ამაში ყველაფერში და დიაგნოსტიკა დაგვიანდა, გვიან ანუ სწორი დიაგნოზი დაისვა გვიან. ხო, სწორი დიაგნოზი დაისვა გვიან. უნდა დაშენდეს ყველა ის პერსონალიზაცია, რაც აუცილებელია. პერსონალიზაცია არ ნიშნავს რაღაცა ახლის გამოგონებას და ციდან ვარსკვლავის მოწყვეტას. ეს არის ბევრი სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობას. ისევე როგორც ყველა ადამიანი სხვადასხვა, ყველა პაციენტი სხვადასხვა ერთი და იგივე დიაგნოზით. აი ამის გათვალისწინებას თავად მიმდინარეობას დაავადებების სხვადასხვანაირად შეიძლება ვახლა ჩვენ არაერთხელ ვისაუბრია სხვადასხვა ეთერებში ზუსტად იმაზე თუ რა არის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი აი ძალიან დიდ პრობლემასთან ბრძოლაში, რასაც ონკოლოგიური დაავადებები და ონკოლოგია ქვია. და მაინც სად იწყება ის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ყველაზე ახლოს მოვდოთ ხელი ამ დაავადებას და ვთქვათ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მასთან, ვთქვათ, მისი დამარცხება თუ არა, ყოველ შემთხვევაში გადაყვანა იმ მდგომარეობაში, რომ შეიძლება მართვა რაღაცა. მე არ შევალ კლინიკური განშტის დეტალებში, ხა ეს ჩემი პირდაპირ სამედიცინო პროფესია, ვთქვათ, სპეციალობა არ არის და თან ამ პროფესიონალებს გვერდით ჩემგან თავხედობა იქნება. ოღონდ მე მინდა ამას შევხედოთ როგორც სისტემურ პრობლემას და როგორც ბალაგანს ჯანდაცვის სისტემაში. არ შემშლია სიტყვა, სლენგი ვიხმარე, საკმაოდ მძიმე. ეს არის ბარდაგი, სხვა სიტყვა ამას არ ქვია. როდესაც ჩვენ ვაფინანსებთ მკურნალობას ისე, რომ ხარდაჭერა არ აქვს პაციენტს დიაგნოსტიკაში, იქ რაიმე რაციონალზე, რაიმე რაციონალურ გადაწყვეტილებაზე, ხარისხზე, გამოსავალზე საუბარი ზედმეტია. ეს არის ანაბანა, ვისაც 3 კურსი, პროპედევტიკის კურსი, ვისაც გაუვლია, იმან იცის, რომ ჯერ არის ანამნეზი, მერე არის ჩივილები, მერე არის დიაგნოსტიკა და მერე არის მკურნალობა. პირიქით ვერ შენდება ეს ამბავი. უბრალოდ ვერ გამოდის, რაც არ უნდა კარგი და პოლიტიკური მიზნები გქონდეს. ჩვენ ყრით, ასე ქვია, უზარმაზარ ფულს, ისე რომ ეს არ აძლევს რეალურად საშუალ სისტემას და რაც თავარია, არ აძლევს საშუალს მოქალაქეს. ეს ერთი. მეორე, თქვენ ვერ დამისახელებთ ციფრებს ჯანდაცვის სისტემაში, რა ხდება ხარისხთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ნია შარიქაძე კარგი ონკოლოგია, საკუთარ ოჯახზე მაქვს გამოცდილი და ბევრი მისი პაციენტი მინახავს, მაგრამ ობიექტურად თქვენ ვერ ნახავთ რა ხდება ონკოლოგიაში. რამდენი დიაგნოზი არის სწორად დასმული, რამდენი არის გადამოწვეული, რამდენი არის რეფერირებული, რამდენია სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამდენია შეცდომის რისკი, რამდენია და უამრავი რამ არსებობს ინდიკატორები, რომელიც კაცობრიობამ ბოლოს 10 წლის განმავლობაში გამოითვალა, შეიმუშავა, რითაც ის აფასებს სისტემის ეფექტურობას. თქვენ მსგავს არათუ ონკოლოგიაში ზოგადად მედიცინაში ვერ ნახავთ, ვერც ერთ დარგში მედიცინის. ამიტომაც აქედან მოდის უნდობლობაც. რა თქმა უნდა, არსებობს შეცდომები, რა თქმა უნდა, არსებობს ტექნიკური პრობლემები, ცოდნის პრობლემები, ნუ შეგვეშინდება ამის თქმის, მაგრამ არსებობს უნდობლობის პრობლემა სისტემის დახურულობის გამო. და ძალიან ხშირად პაციენტები ხვდებიან, ესე ვთქვათ, მარკეტინგულ და ფინანსურ ხაფანგში, მათ შორის თურქეთში. იქ არის უამრავი კლინიკა, სადაც უბედურება ხდება, ისეთი, რომ
დაგესიზმებათ ქართულ კლინიკებში რა ხდება, მსგავს ვერ ნახავთ. რატო? იმიტომ რომ იქაც არ არის ინფორმაცია და ერთ-ერთი რაც შეიძლება ურჩიოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სანამ წავლენ ზუსტად იცოდნენ, რა კლინიკაში მიდიან, რა მოცულობას ატარებს, რა შედეგების მქონე ექიმია, რა გამოცდილება აქვთ, რა სერტიფიკაცია აქვთ, რა აკრედიტაცია აქვთ და ასე შემდეგ. ოღონდ ეს საქართველოში არის ბნელეთი. თქვენ ვერცეთ ოფიციალურ ციფრს ვერ მეტყვით, რამდენი ადამიანი კვდება სამედიცინო სისტემასთან შეხებაში დღეს საქართველოში და რა არის ამის მიზეზი. ხო? ეს მეორე საკითხი. მესამე საკითხი, ფინანსური დეფიციტი. საშუალო გამოთვლებით ერთი ონკოლოგიური პაციენტი საშუალოდ ჯდება $50,000. ზოგი მეტი, ვთქვათ, ჰემატო-ონკოლოგია, ბავშვთა ონკოლოგია, რა თქმა უნდა, განუზომლად მეტი, ზოგი მნიშვნელოვნად ნაკლები. ეს საერთაშორისო საშუალო სტატისტიკა მსოფლიოში დაახლოებით ჩვენ რომ მივიღოთ, მოდი აი ესე გასაგები რომ იყოს, ევროპული ხარისხის, აი კარგი აღმოსავლეთ, ეს არ არის სლონ კატერინგის და MD Anderson-ის სტანდარტი, ვთქვათ, ამერიკული მექეების, მაგრამ ეს არის კარგი აღმოსავლეთ ევროპული სტანდარტის ონკოლოგიური მხარდაჭერა, ერთი პაციენტისთვის უნდა გავითვალისწინოთ $50,000. დაახლოებით 8-დან 12,000-მდე ახალი ონკოლოგიური შემთხვევა გვაქვს წელიწადში და მიმდინარე არის 40-50,000 მიმდინარე ონკოლოგიური პაციენტი, ხო? ეხლა გავამრავლოთ ეს თანხა ერთი პაციენტის საშუალო საჭიროებაზე. ეს არის ის თანხა, რაც რისი მობილიზაცია ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა რეალური ონკოლოგიური მხარდაჭერა მიიღონ, კარგი ხარისხის. თან უწყვეტი, ამასაც რა თქმა უნდა, უწყვეტი, სანდო, ხარისხიანი და ამ შემდეგ, ხო? ამას ვერც ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტი სამყაროში ვერ წევს. ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა ყველგან ამას ეხმარება ფონდები. ყველგან ამას ეხმარებიან ფილანთროპები, ყველგან ამას ეხმარება ბიზნესი, ყველგან ამას ეხმარება პაციენტთა და მშობელთა ასოციაციები, რომლებიც აკეთებენ ამ ყველაფრის მობილიზაციას, გეიტსის ფონდი გაგვიგია, უამრავი ფონდი. ოღონდ ამას სახელმწიფოს მხრიდან ყელყელაობა კი არ ჭირდება, ჭირდება სტიმულები, სწორი სტიმულების გაკეთება მათ შორის ბიზნესისთვის, მათ შორის ფონდებისთვის, მათ შორის უამრავი მილიონერი დეპუტატისთვის პარლამენტში და ასე შემდეგ. სწორი მართვის პირობებში ჩვენთან ჩვენი მშპ-ს პატრონ ქვეყანაში შესაძლებელია ამ თანხის მობილიზება, ოღონდ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. ჩვენ ვაფინანსებთ ქიმიოთერაპიას და რეალურად სკრინინგის შესახებ უფასო ხას უსვავ. სკრინინგის შესახებ არ ვაწვდით ინფორმაციას ჩვენ მოქალაქეებს. მარტივი ამბავი, ჩვენ სკრინინგი რო იყოს ეფექტური, ანუ რას ქვია, სკრინინგი ადრეულ ეტაპზე მოხერხდეს სიმსივნის დიაგნოზის დასმა, უხშირესად მანამ სანამ გამოვლინდება კლინიკური სიმპტომები, ხო? თან უფასოა სკრინინგი. უფასოა. ჩვენ რეალურად ამის შესახებ ინფორმაციას არ ვაწვდეთ. ამას რომ სოციალური და ჯანდაცვითი ეფექტი ქონდეს, მოცვა უნდა იყოს 60-70%. საუკეთესო შემთხვევა არის ჩვენთან თუ არ ვწდები ძუძუ სკრინინგი, რომელიც არის 25%-მდე. ისიც თბილისში. რეგიონში არის 13%. იცით როგორი მარტივი რამეა. თქვენ ოდესმე მიგიღიათ მესიჯი, რომ თქვენ ქალბატონო ნინო ამადამ ასაკის გამო გეკუთვნით ესა და ეს სკრინინგი მიბრძანდით სკრინინგ ცენტრში და უფასოდ ჩაიდა. 10 წლეულებია ყველა ჩვენი მეგობარი, ახლობელი, მხარდამჭერი, მრჩეველი გვირჩევს, რომ ეს გავაკეთოთ. მეს მინიმუმ მესიჯები დაუგზავნოთ ადამიანებს, რომ ვახტანგ კალოიანი მიბრძანდი ცინცაძის ერთ ნომერში და გეკუთვნის PSA, გეკუთვნის კოლონოსკოპია, გეკუთვნის ფილტვი და ესე შემდეგ. და ეს გვეუბნებიან გამოცდილი ადამიანები, რომ ორჯერ გაზრდის
სკრინინგის მოცვას, ადრეულ დიაგნოსტიკას და გადარჩენის ალბათობას. მორჩენის შანსს. პროსტატის სიმსივნე დადგენილი სიმპტომების გამოვლენამდე 5 წლიანი გადარჩენა აქვს 90%-ზე მეტი და დადგენილი სიმპტომების გამოვლენის მერე გადარჩენა 5 წლიანი არის 30%. მარტივ მესიჯზია პროპაგანდა მესიჯების მიტანა როგორ გამოდით ამათ ეს ცოტა პოლიტიკისკენ ვყავს, მაგრამ მე ვთვლი რომ ზუსტად ეს არის ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხი. ანუ ჩვენ რომლებსაც გვარწმუნებენ რომ ყველა ჩვენი მეგობარი თურმე მტერია და ომი მშვიდობა ვერ მივაწოდეთ ჩვენ მოქალაქეებს ინფორმაცია რომ მივიდნენ უფასო გამოკვლევაზე. უფასო გამოკვლევაზე ეს არის ხაზგასმული, ეს არის კატასტროფული ამბავი, ხო? ეს პირველი ეტაპი დიაგნოსტიკაზე ვისაუბრეთ, ხო? ჩვენ ვაფინანსებთ იმას, რაც ძირითადად პოლიტიკურად მომგებიანია და ხმამაღლა კარგად არის. რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვკითხულობთ რაში ვიხდით ფულს. ჩვენი გადახდილი მილიარდები ჯანდაცვაში და არა მარტო ონკოლოგიაში, რეანიმაციაში პირველ რიგში რო არ გამომივიდეს, რომ სხვის ბოსტანში ვისვრი კენჭებს, ხო? რეანიმაციაში, კარდიოლოგიაში, არასოდეს სახელმწიფოს არ მოუკითხია რაში იხდის ამ თანხას. და იცით რა არის ხარისხის კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოსი? პროფესიულ განვითარების საბჭოზე რამდენიმე ექთნისთვის, ექიმისთვის და სანიტრისთვის საყვედურის გამოცხადება და ლიცენზიის შეჩერება. აი ეს არის მთელი ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა. კლინიკური მართვის პროტოკოლები. კლინიკური მართვის პროტოკოლები არის პროფესიული საზოგადოების ერთ-ერთი პირველი ამოცანა ამის შექმნა, რაზეც სახელმწიფომ უნდა დააშენოს ამაზე და რეალურ სტატისტიკაზე უნდა დააშენოს მისი პოლიტიკა. აი ცოტა უფრო კარგად რო ავხსნათ თვითონ მაყურებელს რას ნიშნავს აი ეს კლინიკური მართვის პროტოკოლი ნიშნავს ნაბიჯების თანმიმდევრობას, რომელიც უკვე ძალიან მარტივად გასაგები რო იყოს სხვა ქვეყნებში სხვა პაციენტებზე აპრობირებულია დიდი ხნის განმავლობაში და დადგენილია როგორც ფაქტი. ეს კი არ არის ან ქალატონიეკას, ან ნიას, ან ჩემი, ან ჩვენზე ბევრად უკეთესი ექიმის გამოცდილება. ეს არის 10,000-ობით, 100,000-ობით პაციენტზე დაფუძნებული, შედეგზე დაფუძნებული მოქმედებების ნუსხა. რომ სანამ არ დასვავთ დიაგნოზს, მანამ მკურნალობას იწყებთ მხოლოდ ამ და ამ შემთხვევებში და რომელია ეს სამი შემთხვევა? ეს დათვლილი აქვს, გაწერილი აქვს და სხვა ქვეყნებს საკუთარ თავზე, საკუთარ შეცდომებზე აქვს ნასწავლი. ჩვენ კი არ გვიწევს ამის გამოკვლევა. ველოსიპედს არ იგონებ. ეს გაიარა კაცობრიობა 70-იან წლებში, 90-იან წლების პირველ ნახევარში მედიცინის პარადიგმა შეიცვალა და პერსონალური იოლია როცა შეგიძლია გადმოიღო იოლია ესე თქვა ერთი ჩვენი გასაგებია ხო ჯანდაცვის ადმინისტრატორი ხურობდა ადვილია როცა იცი და რთულია როცა არ იცი. ეგ ერთი და ადვილია როცა გაქნება და მარტივია როცა არა გაქნება, ხო? როცა შენ სისტემა გაქვს, რატო არ უნდა არავის 30 წლის განმავლობაში რატო არავინ არ გააკეთა სისტემის სტანდარტიზება. მერე შენი წყალებში პოლიტიკური და იატაკქვეშა გავლენები ნოლია, იმიტომ როცა შენ ნათელი მოქმედების მექანიზმი გაქვს, იქ უკვე შენი, ასე ვთქვათ, იატაკქვეშა ინტრიგები წონას და როლს კარგავს, მოდი მარტივად ვთქვათ. და ასეთი სტილი გამორიცხავს. ხო, ეს არის მართვის ღია საჯარო სტილი, ხო? თქვენ გინახავთ შეცდომების საჯარო განხილვა? ან საჯარო განხილვას არ გულისხმობ ტელევიზიას არ გულისხმობ პროფესიულ სივრცეში, გინახავთ პროფესიული განსჯა, საიდანაც გამოსულა გადახედეთ რეგულირების სააგენტოს დასკვნებს. ვერც ერთ დასკვნაში ვერ ნახავთ რეკომენდაციას, რა ნაბიჯი უნდა გადგას სისტემამ, რომ იგივე არ გაიმეორონ. ვერ ნახავთ ვერც ერთი
გინდა სიკვდილის იყოს, გინდა შეცდომის, გინდა ფინანსური, ვერცეთ დასკვნაში ამას ვერ ნახავთ რა სისტემური შედეგი. რეესტრი ახსენეთ, ხო? აი, ეკასგან ვიცი ეგ სიტყვა სხვათა შორის. კი, ბოს რეესტრი ვიცი, ონკოლოგიური რეესტრი თუნდა. ხო, ონკოლოგიური რეესტრი, რომელიც არ იყო, გაჩნდა, კარგია, მაგრამ იქედან რა ინფორმაცია მოღება შეიძლება? ძირითადად დემოგრაფიulis, ხო? ანუ იმაზე ვერ დააფუძნებ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლიანი ადმინისტრაცია არათუ სამინისტროსი ერთი განყოფილების იმ ინფორმაციაზე გადაწყვეტილებას რა პოლიტიკით წახვიდეს, სად გიჭირს და სად უნდა ჩაერიო და სად არ ჩაერიო, იმის საფუძველზე ვერაფერს ვერ იტყვი. გავაგრძელებთ საუბარს ეკა სულ მახსოვს გადაცემები რომელსაც ჩვენ სხვადასხვა ეთერებში რაღაცნაირად ამ თემებს შვლიდით სულ იყო ლაპარაკი სწორედ ამაზე პრევენციაზე იგივე კიბოს რეესტრზე მახსოვს სულ იყო ლაპარაკი რომ ეს უნდა არსებობდეს რომ რაღაცა ინფორმაციას დაერტყნოს სახელმწიფო და ასევე იყო ლაპარაკი ერთ დიდ სტაციონარზე მე მახსოვს და მე მინდა რომ მაყურებელთან გავაჟღეროთ კიდევ ერთხელ ეს რამხელა პრობლემას მოსნი და ყველაფერი იმასთან ერთად რაც უკვე ნიამდა ვახტანგმა ილაპარაკა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საღამომშვიდობისა მაყურებელს, ჩემს კოლეგებს და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ქალბატონია სიტყვები გავიმეორო, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, თუმცა ჩემთვის ეს მაინც კაზუისტიკაა, იმიტომ რომ ასეთი რამ ყოველდღიურად არ ხდება. ეს საბედნიეროდ და მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ აქ დეტალები არის ისეთი განსახილველი, რომელიც რა თქმა უნდა პროფესიულ საბჭოებზე და ექსპერტებთან უნდა განიხილებოდეს, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა ონკოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც ახლა ჩვენ გვისმენენ და ძალიან მძიმეა მათთვის ეს მოსასმენა, შეიძლება ძალიან მძიმე დარტყმა იყოს მათ ნდობაზე ექიმების მიმართ არ გაუჩნდეთ რაღაც არასწორი აზრები, მე მინდა რომ უბრალოდ მე მომეცეს საშუალება რაღაცეები გავშიფრო. მაგრამ ახლა გავაგრძელებ ბატონი ვახოს აზრს, რახან ამ მიმართულებით წავიდა. მე უბრალოდ ძალიან მოკლედ ვიტყვი, როგორ არის ზოგადად. რა კონკრეტული, უბრალოდ ჩამოვთვლი უცებ, რა კონკრეტული როლი შეიძლება კონდეს მთავრობას, სახელმწიფოს, კიბოს კონტროლში. ეს არ არის საქართველოსთვის მარტო ზოგადად. ეს გახლავთ, ჯერ ერთი პირველ რიგში ეს არის საკრალური, ცენტრალური, ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს ვიტყვით იმიტომ, რომ ეს ეხება ისეთ დაავადებას, რომელიც კურნალობის გარეშე სასიკვდილო შედეგს იწვევს. ეს ერთი. მეორე, იმიტომ, რომ კურნალობის შემთხვევაშიც კი ეს ქრონიკულდება, უამრავი გვერდითი აგერ ქალბატონმაც ახსენა, ჩვენმა პაციენტმა ნარჩენი მოვლენა და ასე შემდეგ. ასეთი დაავადებები და მუდმივი კონტროლი ჭირდება. მუდმივი კონტროლი და ნარჩენი მოვლენებისაც და ასე მხლები დაავადებებისაც და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ ვამბობ, რომ ასეთი ტიპის დაავადებების კონტროლი ნამდვილად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. როლი არის ცენტრალური და მრავალსახოვანი. ხა მე ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩამოვთვლი კვანძოვან საკითხებს, იმიტომ რომ ბევრია. პირველი ეს გახლავთ პოლიტიკა თვითონ და რეგულაცია. ეს შესაბამისობაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტებთან, ჯანმოსი და ასე შემდეგ და მათ შორის ამაში შედის არა მარტო ჯანდაცვის პოლიტიკა, არამედ რისკ ფაქტორების პრევენციის და რისკ ფაქტორების მენეჯმენტის პოლიტიკაც. აი ელემენტარულად, როდესაც ჩვენ კანცეროგენს ვახსენებთ, ხო? აი ამ კანცეროგენების კონტროლიც, აი თამბაქოს პოლიტიკა რო აიღოთ, იგივე გამონაბოლქვი, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ, ის სადაც კანცეროგენკვება და სხვა კანცეროგენი სადაც იგულისხმება, აი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული, ამის შესამცირებლად მიმართული პოლიტიკა შედის. და რეგულაციაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება კანონმდებლობა და ასევე პირველ რიგში იგულისხმება კიბოს კონტროლის სახელმწიფო გეგმა, სახელმწიფო სტრატეგია. საბედნიეროდ დაწერილია საქართველოში ძალიან დიდი ხნის წინ ალბათ უკვე ამასობაში წლები გავიდა. საკმაოდ კარგიც დღესაც არ საჭიროებს დროის განმავლობაში რაღაც განხორციელებულა. ანუ ვერ დამტკიცდა სახელმწიფოს მიერ. და მე მინდა უბრალოდ მაყურებელმა გაიგოს ეს ძალიან სწორად მინდა გამიგოთ, იცით, სახელმწიფო ახლა არ არის ხელწამოსაკრავი მართლა ადამიანების და არაპროფესიონალების გროვა, იქ არიან ადამიანები, რომელშიც ამ საკითხებში ძალიან კარგად ერკვევიან, უბრალოდ გააჩნია რა მოდელი გაქვს, რა ეკონომიკა გაქვს, რა პოლიტიკა გაქვს და ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ იმისთვის რომ ასეთი გეგმა დაამტკიცოს
ხო, ის ფინანსთა სამინისტროსთან პარლამენტთან ყველასთან უნდა იყოს ხო შეთანხმებული. ეს ნიშნავს, რომ კიბოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს. ანუ როგორც ტუბერკულოზშია და უშუალოდ დიაბეტშია და ასე შემდეგ გასაგები რომ ქრონიკულ დაავადებებში კი ბატონო. გამოდის რომ მთელი ჯაჭვი, აი ამ რისკ ფაქტორების კონტროლიდან, პრევენციიდან, სკრინინგიდან დიაგნოსტიკიდან დაწყებული და დამთავრებული პალიატიური და რეაბილიტაციით მთელი ჯაჭვი უნდა დააფინანსოს პროგრამაში მოხვედრილი ბენეფიციარის. და ჩვენთან რაშიც ვეთანხმები პაციენტს არის ფრაგმენტული ეს დაფინანსება. იმის გამო რომ ეს პროგრამა ჯერჯერობით ვერ დამტკიცდა. თუმცა ამ გზაზე ვდგავართ. ახლა მეორე საკითხი, მეორე საკვანძო საკითხი. ხო, აი დიდი ხანია ვდგავართ. აი ეს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს იწვევს. ჯერ ჩამოვთვლი და აი მე ჩავშალოთ ის ნაწილებიც. მეორე გახლავთ დაფინანსების საკითხი და ინფრასტრუქტურა. ახსენები იყო და აღარ ჩაუღრმავდები ზედმეტად დიაგ დაფინანსება ფრაგმენტულია სკრინინგი ფინანსდება აბსოლუტურად უფასოა ყველგან მთელ საქართველოში უბრალოდ კომუნიკაციის სტრატეგია სუსტი და არის ის ყველამ და სადაც ფიზიკური ხელმისაწვდომობაც ჭირს რეგიონებში ესეთი კომუნიკაცია არც არსებობს მე არც მახსენდება არა კომუნიკაცია არსებობს ახლა სკრინინგ ცენტრი მუშაობს ძალიან ბევრს ცდილობენ არა კომუნიკაციას გულისხმობ როდესაც ეს არ არის ხელმისაწვდომი არა პერსონალურ მონაცემთა დაცვა არსებობს და ამიტომ ესე მასიურად ვერ აგზავნიან მესიჯებს. ნუ ეს იცით რა იმ კავშირში არ ყვილია. არა, არაფერ კავშირში არ არის. ვიცი, ძალიან ცალკე გადაცემის თემაა და არც იქნება არაფერ შუაში არ არის. ეგ არის თავის გამართლების ამბავი. ანუ ხელმისაწვდომობა შეიძლება იყოს გაცილებით აქტიური მე გეფორმირება აი არ მინდა რომ გადავიდეთ სკრინინგის თემაზე იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს კიდევ სხვა თემა კი ბატონო ეგ რეკომენდაცია ტერიტორიული ინფორმაციული ხელმისაწვდომობა უნდა ახლდეს ფინანსურ ხელმისაწვდომობას მარტო ფინანსური ესეთი ბუნებაში არ არსებობს უნდა იყოს ტერიტორიულიც და ინფორმაციულიც მაგრამ ნუ ჩავიციკლევით ასე ვთქვათ ახლა სკრინინგზე იმიტომ რომ ზოგადად მინდა ვთქვა რომ აქ არის საუბარი მეორე კომპონენტი სახელმწიფოს ვალდებულება ეს არის დაფინანსება და ინფრასტრუქტურა ზოგადად და აი ამ ინფრასტრუქტურაში იგულისხმება უმაღლესი დონის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საუკეთესო საავადმყოფოები ან ქვეყნის ზომის მიხედვით ერთი საავადმყოფო მაინც რომელსაც ეგრეთ წოდებული clinic of excellence ესე ეძახიან ანუ რომელსაც ექნება ლიდერის ინოვატორის, ჰაბის, კლინიკური კვლევების ჩამტარებლის, წამყვანის, ძველებურად რო ვთქვათ, მეთოდური რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, გამცემის. არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეგ არის სტრატეგიული შეცდომა. პარადიგმა ზუსტად ამ უკაცრავად რო შეგაწყვეტენ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემია, რომ არასწორი გზით არ წავიდეთ. კლინიკურ რეკომენდაციებს არ გასცემს სათაო სამედიცინო დაწესებულება. ეგ არის სტრატეგიული საბჭოთა მედიცინას და დასავლურ მედიცინას შორის. კლინიკურ რეკომენდაციებს გასცემს პროფესიონალთა ერთობა, ასოციაცია და არა თუნდაც სათაო დაწესებულება. არის საუბარი იმაზე, რომ ერთი დაწესებულება მაინც უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ლიდერი და ძლიერი დაწესებულება, რეფერენსი, რომელსაც ქვია მეოთხეული დონის დაწესებულება, სპეციალიზებული დაწესებულება. ეს არის თანამედროვე ჩემი მოგონილი არ არის, ასეა ეს ყველგან. მესამე და მნიშვნელოვანი გახლავთ საკადრო რესურსის განვითარების მხარდაჭერა, აი სამედიცინო შეცდომები რო ახსენა. სამედიცინო შეცდომა არსად არ არის დასჯადი. დაუდევრობა და დანაშაული კი ბატონო და ისეთი დამოუკიდებლობაც, რომელიც პაციენტის საუკეთესო ინტერესებით არ იყო ნაკარნახევი. მაგრამ სამედიცინო შეცდომა ფაქტია, ხდება ცდებიან ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ არ არის დასჯადი, რომ ადამიანმა არ დამალოს და არის medical error registry, პირდაპირ ესე ქვია სამედიცინო შეცდომების რეგისტრი და აქ ეს ფიქსირდება იმისთვის, რომ განხილულ იქნას, აბა სხვა დროს სხვა მიზეზი იყო, ცოდნის მიზეზი იყო, გამოუცდელობის მიზეზი იყო, დაავადების მიმდინარეობის თავისებურება იყო თუ არა. და აი აქ რაღაც ასეთი მოხდა და ამაზეც მე ვიტყვი, რომ არ დარჩეს უპასუხოდ ქალბატონატას წუხილი. მესამე უკვე გახლავთ უბრალოდ უკვე მეოთხე საკადრო რესურსის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ის რაზეც ვისაუბრეთ უზრუნველყოფა პრევენციის და სკრინინგის, ანუ ადრეული გამოვლენის და ამაზე აღარ შევჩერდები, იმიტომ რომ ითქვა ადრეული გამოვლენა შეუძლებელი ერთის მხრივ სკრინინგის გარშემო და მეორეს მხრივ, სადაც სკრინინგი არ გვაქვს ასეთ სიმსივნეებიც არის, არ არის ვალიდური სკრინინგი და არ არსებობს სიმსივნისთვის სკრინინგი, მაგრამ ის არსებობს ეგრეთ წოდებული დროული ან ადრეულ სტადიაზე გამოვლენის პროგრამები, რომელიც ეხლა სხვათა შორის შეიქმნა ბოლო წლებში საქართველოში და აი აქ არის მთავარი ზუსტად ის, რომ თუ ამ
ამას აკეთებო, ამისთვის უნდა გქონდეს ის შესაბამისი ტექნოლოგიური ბაზა, რომ შენი დიაგნოზი მაქსიმალურად იყოს ზუსტი, ეს ერთი და მეორე, უნდა ფინანსდებოდეს მაქსიმალურად, რომ არ იყოს ამ შემთხვევაში ჯიბიდან გადახდა საჭირო. დაგვიანებული მიმართვა. და დაგვიანებული მიმართვა, რა თქმა უნდა, ამას სწორედ ფინანსება შეიძლება განსაზღვროს ეს, რომ დაიგვიანო მიმართვა. შემდეგი გახლავთ სწორედ უკვე ხარისხიანი მკურნალობა თანაბარი ყველასთვის, თანაბრად ხელმისაწვდომი. აი აქ შემოდის ხელმისაწვდომობის საკითხი უფრო ღრმად, ანუ აქ უკვე საუბარია ნამდვილად სრულ ტერიტორიულ ფინანსურ და ინფორმაციულ ხელმისაწვდომობას და აი აქ სწორედ მის კომუნიკაცია და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. ყველაზე მეტად ბოლოა მონაცემები უბრალოდ დავამთავრე. ბოლოა სწორედ მონაცემები, ზედამხედველობა და კიბოს რეგისტრი. და აქ ვისაუბროთ, რომ კიბოს ჩვენ ახლა პატარა კონტროლის ხო, მან არის ზუსტად. აი ხო ჩვენ სარეკლამო ჭრა გვაქვს, თუმცა მე პატარა რეპლიკა მაინც მინდა ჩავსვა, რომ აი სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. აი ამაში ასაკრიგ ფონდების ალოკაცია რაც მე არაერთხელ მსმენია ასევე შენგან. ეკა ხო ეს ყველაფერი ამ ადამიანების თქვა თავმოყრა ის რომ ეს ვაქციოთ სახელმწიფო საქმე ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში არის სახელმწიფოს გასაკეთებელი აქ მარტო ადამიანები ნამდვილად იცი სახელმწიფომ და გზნობს და ცდილობს რომ შეასრულოს მაგრამ აი ახლა უკვე ვიდივართ იქამდე როგორ აი პირველი უკვე ტემპები ამ ცდაში ძალიან დაბალია იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ძალიან ცუდი ამბები გვესმის და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი განიცდიდეს იმ მდგომარეობას რაც ახლა ჩვენ ყველას გვეხება ეს აბსოლუტურად ამაზე მეორე გაყოფილებას ვილაპარაკებთ ნინო ისედაც ეს დაავადება ძალიან მძიმეა ისედაც 100-დან 100%-იანი გამოსავალი არ არსებობს მაგრამ ჩვენ არა გვაქვს უფლება 100-დან ის 90 რომელიც უნდა გადარჩეს ის დავკარგოთ აბსოლუტურად. ამაზეა ლაპარაკი, თორე იმაზე არ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით და სოფლიომაც იცის, რომ 100-დან 100 ვერ გადაარჩენ. მაგრამ ის ვინც უნდა გადარჩეს სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც უნდა გადარჩეს. და ვინ უნდა გადარჩეს ეს გაზომვადი სიდიდი და არა სუბიექტი. ეს არის შეგიძლია. ეს ყველაფერი კომპლექსურია, აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს არის ეტაპ გასაკეთებელი და განხორციელებადია ხალხო. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ქალბატონ ნატასთან, მაგრამ დამეთანხმებიან კოლეგები, რომ საქართველოში ინტელექტუალური რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და ჩვენ გქონდეს საუკეთესო სერვისი, მოვლა, გამოსავალი. თუმცა აქ სწორედ ეს არის პრობლემა, რომ შემთხვევები არის სისტემა რომელმაც ეს ყველაფერი უნდა სწორად მართოს, ასე ვთქვათ, ხო, აი ამ სისტემის გაუმართავობას მე ვამჩნევ, აი ჩემი ესეთი ცოტა გარედან შორიდან უყურებ ამას, იმიტომ რომ ხო ეს ჩემი პროფესიული არანაირად არ არის ახლოს ჩემ პროფესიასაც. ისევი არის, შემთხვევები არის და ვერ წაუვალთ თვალს ვერ დავ. სამწუხაროდ არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო წყნარად ამასთან დაკავშირებით და მეგონოს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის და ყოველ შემთხვევაში აი ამდენი ხნის წინ შემუშავებული ვთქვათ რაღაც გეგმა ვერ მოვიდა მოქმედებაში. ეს უკვე რაღაცა ისეთ მithumetes ესე იგი როგორი სიძველის არის წარმოიდგინეთ. ნინო, ახლა ერთ რაღაცას აღნიშნა უბრალოდ რეკლამის შემდეგ ეკა სამწუხაროდ. კი ბატონო. სამწუხაროდ რეკლამის შემდეგ. ბრუნდებით ღია სივრცეში. ღია სივრცე ონკოპაციენტების პრობლემებს ეძღვნება. საქართველოში ონკოლოგიით დაავადების 10-12,000 ახალი შემთხვევაა ყოველწლიურად. კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი დაახლოებით 6-8,000-ია. ჩვენ ექიმებთან, ექსპერტებთან ერთად ვცდილობთ გავერკვეთ, რა არის ამ საგანგაშო სტატისტიკის მიზეზი და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ მონაცემების შესამცირებლად. სანამ სტუდიაში მსჯელობას გავაგრძელებთ, კიდევ ერთი ჩართვა ამჯერად საფრანგეთიდან ზურა პეტროსიანს მაყურებელი ცნობს როგორც ჟურნალისტ, რეპორტიორს და შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ზურა პროფესიით ექიმია. მან 2 წლიანი სამაგისტრო კურსი გაიარა საფრანგეთში, ბორდოს უნივერსიტეტში და ახლა ამავე უნივერსიტეტში მუშაობს და თავის ტვინის სიმსივნეებს იკვლევს. ზურა, მოგესალმებით. პირველი ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რა იყო მთავარი აღმოჩენა, რომელიც საქართველოსდან წასულმა საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასთან შეხებისას აღმოაჩინეთ? საღამოშობისა ნინო, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ამ თემის აქტუალიზაციისთვის. ხო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩამოსვლისთანავე, იყო იმის გააზრება თუ რამდენი დრო გვაქვს დაკარგული იმისთვის, რომ აი ამ დონემდე მაინც მოვიდეთ, სადაც საფრანგეთი არის და რეალურად რამდენი წელი დაგვჭირდება ამის მისაღწევად, ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი, თუმცა როდესაც აი ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, მაინც ყოველთვის მიდის საუბარი ხოლმე აი ბოლო ეტაპზე, რასაც მკურნალობა
მნიშვნელობა ქვია და მესმის რატომაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველაზე მეტად მარცხით და გამარჯვებად სწორედ პაციენტებზე იგრძნობა, თუმცა იმისთვის რომ მთლიანად პრობლემა დავინახოთ, საჭირო არის რომ გლობალურად შევხედოთ ამ ყველაფერს და ვეცდები რომ ეს გავაკეთოთ. სწორედ როდესაც ონკოლოგიაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია იმის გააზრება, რომ ამ პრობლემის დამარცხება შეუძლებელი არის თუ არ შევხედავთ მას სამი ძირითადი მიმართულებით, ანუ სად გვაქვს პრობლემა. ეს არის კვლევის ეტაპი, ეს არის დიაგნოსტიკის ეტაპი და უკვე შემდეგ კლინიკის ეტაპი, ანუ იქ სადაც უკვე ექიმები ერთვებიან და აი ყველა ამ მიმართულებით სამწუხაროდ საქართველოს არის ფაქტობრივად კრახის დონეზე მისული და ამას ბევრი და ბევრი მიზეზი აქვს. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ სწორედ პირველ რგოლს, რომელიც არის კვლევის რგოლი, ანუ სამეცნიერო კვლევის რგოლი, ეს არის ტრანსლაციური მედიცინა და სწორედ ამას ვსწავლობდი აქ 2 წლის განმავლობაში და ახლა ამაზე ვმუშაობ და მაყურებლისთვის გასაგები მინდა რომ იყოს რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ იკვლიო სიმსივნე და ნებისმიერი რამ თუ არ იცი მისი არსი რა არის, თუ არ იცი როგორ შეიძლება მას ებრძოლო, რა არის მისი ძლიერი ან სუსტი მხარეები და ჩვენ ფაქტობრივად, ანუ დღეს ჩემი კოლეგები ექიმები საქართველოში ამ ყველაფერს აკეთებენ ახვეული თვალებით, ვინაიდან თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც დღეს ამ პრობლემას იკვლევს მეცნიერულ დონეზე. თქვენ საერთოდ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ უნივერსიტეტს საქართველოში, სადაც არის მაგალითად სიმსივნის ბიოლოგიის პროგრამა. მეტიც მახსოვს შარშან, როდესაც ვიყავი საქართველოში ჩამოსული, მქონდა ასეთი იდეა, მინდოდა შემეთავაზებინა უნივერსიტეტებისთვის, რომ იქნებ შევძლოთ რაიმე თუნდაც არჩევითი კურსის დანერგვა სამედიცინო უნივერსიტეტებში სიმსივნის კვლევის და აბსოლუტურად აღმოვაჩინე რომ არავის არ აინტერესებს ეს საქართველოში, ანუ თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს დღეს არ არსებობს არც ერთი კვლევითი ცენტრი საქართველოში, რომელიც იქნება ამ პრობლემაზე ფოკუსირებული. პარალელურად მინდა გაჩვენოთ თუ რა ხდება მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში. საფრანგეთში ახლა სანამ გადაცემა დაიწყებოდა, ჩავხედე შარშან 2025 წელს მხოლოდ სახელმწიფო, მხოლოდ სიმსივნის კვლევებში ჩადო 100 მილიონი ევრო და დაახლოებით ამდენივე ჩაიდო კერძო ფონდებისთვის. საუბარი აქ მხოლოდ ერთ სიმსივნის კვლევაზე, ანუ ვსაუბრობ ერთ ნოზოლოგიაზე, ხო, ანუ სიმსივნეებზე. მხოლოდ კვლევაზე ლაპარაკი, მხოლოდ კვლევაზე არის საუბარი. ეს არის ის, ზოგჯერ შეიძლება მაყურებელს რიგით ადამიანს ეგონოს, რომ ეს კვლევა რაღაც სხვა რამ არის და რეალური პაციენტის მდგომარეობა სხვა არის. არა, ყველაფერი რაც კვლევაში იდება, შემდეგ აუცილებლად ითარგმნება პაციენტის გამოსავალზე, ხო? აი თქვენ საუბრობდით მაგალითად იმუნოთერაპიაზე, საუბრობდით დიაგნოსტიკურ მეთოდებზე, საუბრობდით ბევრ რამეზე, რასაც კლინიკაში შემდგომ ონკოპაციენტი ხვდება, ხო? ეს ყველაფერი მოდის კვლევიდან, რა თქმა უნდა, ვერ იარსებებს ვერც ახალი პრეპარატი, ვერც დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი, ვერც ინოვაციები, თუ არ არის კვლევა და სულ მიჩნდება კითხვა ხოლმე რომ საქართველოში აი რაში თუნდაც ის მინიმალური თანხა რაც კვლევაში იდება, რაში იდება და მახსოვს დაახლოებით 2-3 წლის წინ რუსაველის ფონდის დაფინანსებულ პროექტებს ჩავხედეთ. რუსაველის ფონდი არის ყველაზე დიდი ესეთი ცენტრი ხო საქართველოში, რომელიც რეალურად კვლევებით უნდა იყოს დაკავებული და აი არ მინდა არანაირად დავაკნინო, მაგრამ აი ძალიან მეცინებოდა რომ რაღაცა პროექტი იყო დაფინანსებული ქართული მთის ჯიში ზროხის რაღაცა თავისებურებების კვლევა. მესმის რომ შეიძლება ესეც იყოს მნიშვნელოვანი და არის რა თქმა უნდა, მაგრამ არა უნდა იყოს განსაზღვრული რაღაც ეროვნული პრიორიტეტები, ხო? როდესაც საქართველოში კატასტროფულად მაღალი არის ონკოპაციენტების რაოდენობა, აი გადაცემის წინათ ჩავხედეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკას, შარშანდელი მატება ანუ ახალი შემთხვევების გამოვლენის რაოდენობა დაახლოებით 13000 შემთხვევა იყო. ეს არ ნიშნავს რომ 13000 პაციენტი ყავს ონკოპაციენტი, არა, ეს ნიშნავს რომ უკვე არსებულ 13000 დაემატა და რამდენი არ ვიცით რომელიც სტატისტიკის მიღმა დარჩა, ეს კიდევ სხვა საქმე არის, ხო? აი ეს ყველაფერი არის კვლევის ეტაპის ნაწილი. რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად მინდა დავამატო, რომ ჩვენ როგორც აი ესეთ პატარა ქვეყანას ვერ გვექნება იმის ამბიცია, რომ თქვათ 200 მილიონი ევრო ჩავდოთ სიმსივნის კვლევაში, ხო? მთლიანად ევროკავშირში თუ სწორად მახსოვს შარშანდელი სტატისტიკით, დაახლოებით 8 მილიარდ ევრომდე ჩაიდო მხოლოდ სიმსივნის კვლევაში. ეს არის ის შანსი, რომელიც უნდა გამოიყენოს საქართველოს და რომელიც უნდა გამოიყენებინა. სწორედ ევროკავშირთან ასოცირებით ჩვენ შეგვიძლია რომ შევუერთდეთ აი ამ გლობალურ ქსელს, რასაც ქვია სიმსივნის კვლევა. ჩვენ მარტო ამას ვერასდროს ვერ ვიზამთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით და მასშტაბებით, ხო? ეს არის ერთი. მეორე, დიახ, ნინო გისმენთ. არა, პირიქით თქვენ გააგზელეთ და მე შემდეგ კითხვა მაქიდე. კი, და მეორე, რასაც ყველაზე ხშირად ხვდებით და ჩემი კოლეგებიც საუბრობდნენ სტუდიაში და განსაკუთრებით პაციენტიც, რომელიც ჩართვაში ყავდათ, რა შეცდომას ხედავთ ყველაზე ხშირად. ეს არის
დიაგნოსტიკის შეცდომა. აბსოლუტური შემთხვევების უმრავლესობა არის, როდესაც ონკოპაციენტი ან გვიან დადგინდა დიაგნოზი, ან საერთოდ ვერ დადგინდა და შემდეგ გვსმენია, რომ სხვა ქვეყანაში მიდიან, იქ საბოლოოდ გამოირკვა, მაგრამ ამ ყველაფერში დრო დაიხარჯა, ხო? რატომ? ისევ და ისევ ეს არის მეორე რგოლის პრობლემა. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა საუბრობდა მორფოლოგიური დიაგნოსტიკაო. ხო, სიმსივნის დიაგნოზს ვერ დასვამ და ექიმი ვერ დაიწყებს პაციენტის მკურნალობას, თუ არ არის მორფოლოგიური დასკვნა, ხო? მორფოლოგიური დასკვნა არის ფაქტობრივად ის წერტილი, საიდანაც იწყება შემდგომ უკვე მკურნალობის, ესე ვთქვათ, ალგორითმის შერჩევა. რა ხდება საქართველოში? საქართველოში პრობლემა გვაქვს როგორც მორფოლოგების, ანუ სპეციალისტების და სამწუხაროდ მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება და დაზუსტების შემიძლია გითხრათ, რომ ის რაოდენობა მორფოლოგების, ვინც არის საქართველოში, ფაქტობრივად ერთი კლინიკიდან მეორეში გადადიან. მქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტის გამომიგზავნეს დასკვნა და აღმოვაჩინა, რომ ერთ კლინიკაშიც და მეორე კლინიკაშიც ერთი და იგივე პათმორფოლოგის დასკვნა იყო, უბრალოდ ის ორ სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მაგრამ ესეც რომ არა, ხო? რატომ არის შეცდომების რაოდენობა ასეთი დიდი? იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ამის ბაზა, ანუ შესაძლებლობები იმ თანამედროვე კვლევის, რაც არის, არ ვიცი საქართველოში არის თუ არა მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები, გენეტიკური დიაგნოსტიკის მეთოდები, ის რასაც დღეს მაგალითად მე ვიცი, კი, მოლეკულურიც არის. ხო, არ ვიცი რამდენად რუტინული არის, ხო, მაგრამ აი კოლეგების თუ ისმენ დამეთანხმებიან, რომ რა ხდება რეალურად, როდესაც პაციენტის ბიოპსიური მასალა მიდის მორფოლოგთან, შემდეგ ანუ მან უნდა უთხრას შემდეგ კლინიკურ ონკოლოგს, ფაქტობრივად ეს სიმსივნე რა სტადიაზე არის, რაზე არის მგრძნობიარე, რომელი მეთოდი მკურნალობის იქნება უფრო მეტად მორგებული, ხო? აი აქ ყველგან ამ კუთხით პრობლემები გვაქვს და რა თქმა უნდა კლინიკურ ეტაპზე უკვე ჩემო კოლეგებმა ისაუბრეს, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ვერც ერთი ონკოლოგი ვერ იზამს ვერაფერს და ვერ გავა შედეგზე, თუ დანარჩენი ორი რგოლიც არ იქნება მოწესრიგებული და მეტიც კლინიკურ ონკოლოგს რომ უნდოდეს რაღაცის გაკეთება და თუნდაც პრეპარატის დანიშვნა, რომელიც იცის მან რომ იქნება ეფექტური, სამწუხაროდ ამ ყველაფერს მოძებს ფინანსური ნაწილი, ხო? რომელსაც უბრალოდ რო დაუნიშნო იმუნოთერაპია, უბრალოდ პაციენტი ამას ვერ გადაიხდის საქართველოში. გამორიცხული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ზურა, იმიტომ რომ ყველა ადამიანს, აბსოლუტურად ყველას, ვისაც ახლობელი ყავს, ვისაც ესაჭიროება, დახმარება, თანხა, ფინანსები იმისთვის, რომ გადაარჩინოს, მით უმეტეს ბავშვების, ახალგაზრდების სიცოცხლე, ფაქტიურად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და ვართ ისევ ერთმანეთის იმედად, ისევ იმის იმედად, რომ აი თქვენ ჩვენ შევძლებთ, შევაგროვოთ, დავეხმაროთ, ოღონდ თავისთავად ცხადია, ყველანაირი რესურსი შეიძლება ამოიწუროს. ამიტომ გვაქვს აპელირება სახელმწიფოზე, რომ მას აქვს გაცილებით მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრას. ხო, ეს კომპლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საკმაოდ მაღალია, ალბათ ამაზეც შევთანხმდებით. მაგრამ ეხლა პაციენტების მიგრაციაზე რო არ კითხო, უბრალოდ ვერ გაგიშვებ ეთერიდან, აუცილებლად საფრანგეთში ბევრი ადამიანი თავშესაფარს ხოვნობს ზუსტად იმ იმედით, რომ ჯერომა სამედიცინო ხარისხს მიიღებს. თუ მოგიწიათ მათთან კონტაქტი, არის თუ არა ესეთი შემთხვევები ტიპიური, რა ერთიანებთ მათ, მიზეზი რის გამოც თქვა საქართველოსდან წამოვიდნენ და შედეგი რომელიც მათ ჩამოსვლით მიიღეს. და კიდევ აქვე მინდა, ბარემ დიდხანს რო არ გალოდინოთ, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭების შემთხვევაში რა დღეში ჩავარდებიან ეს ადამიანები და ის ადამიანებიც, რომლებსაც შეიძლება სხვა ხვალზე მოუწიოთ ჩამოსვლა საფრანგეთში მკურნალობის მისაღებად. კი, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე გიპასუხებთ, ვინაიდან მქონია მათთან შეხება, კიდევ ერთხელ უნდა თქვა, რომ მაყურებისთვის გასაგები იყოს, მე ამჟამად მკვლევარი ვარ და არა კლინიკური ონკოლოგი, შესაბამისად უშუალო შეხება პაციენტებთან არ მაქვს, მაგრამ მე ვიცი მათი ისტორიები, რადგან საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი პაციენტია, მათ შორის ჩემს უკან ხედავთ კლინიკასაც ისინი მკურნალობენ აქ ბორდოში და ძირითადი დიაგნოზები, რომლებითაც ქართველები ხვდებიან აქ, ეს არის ხოლმე პედიატრიული სიმსივნეები და მახსოვს 2 წლის წინ სიანს პოსტ ჰქონდა ეს კვლევითი ცენტრი არის პარიზის, სწორედ სტატისტიკა შემუშავებული თუ რატომ არის გაზრდილი მიგრაცია, სამედიცინო მიგრაცია საქართველოსდან საფრანგეთში განსაკუთრებით და აი იქ იყო ნახსენები პირველი სტატისტიკის პირველივე ნაწილში იყო ნახსენები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიგრაციის მაჩვენებელი არის სწორედ პედიატრიული სიმსივნეები, რომელთა მკურნალობაც აქ სრულად არის დაფინანსებული და მეტიც აი ბოლო 1 წელიწადში განსაკუთრებით გართულდა ხოლმე მაინც არალეგალური მიგრაციის პრობლემები საქართველოში საფრანგეთში უკაცრავად, მაგრამ მიუხედავად ამისა, როცა საქმე ეხება პედიატრიულ პაციენტებს, აქ აი რაღაცნაირად სახელმწიფო უფრო სხვანაირად მოქმედებს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, როდესაც მათ ვესაუბრები, ეს ვთქვათ, მქონია საშუალება საუბრის, არის ის, რომ
ძირითადად ისევ მივდივართ დიაგნოსტიკის პრობლემა. ყველა შემთხვევა ფაქტობრივად ერთნაირად იწყება, რომ აი მივედი საქართველოში ვიყავი მისული, დიაგნოზი ვერ დასვეს, შემდეგ რაღაცა თურქეთში გადავედი, ასე შემდეგ მეცაც გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგი კოლეგები პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ გაქვს საშუალება, აუცილებლად წადი, იმიტომ რომ იქ ეს არ არის დასამალი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და აქვე მიდგომაზე მინდა თქვა, რა თქმა მე ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ ამ შემთხვევაში, რომ მათ უფინანსდება და არა მხოლოდ მკურნალობა, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული არის, არა მხოლოდ აქ ცხოვრების ხარჯები მათ და რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს, არამედ როდესაც თუნდაც ისეთი თერაპია არის დანიშნული, როგორც ქიმიოთერაპია არის, რომელსაც გვერდითი ბევრი ეფექტი ახლავს, მათ სპეციალურად აკითხავენ ხოლმე მანქანით, არის გამოყოფილი ამის სერვისი, მოყავთ კლინიკაში, უტარებენ ამ მკურნალობას და შემდეგ მიყავთ. ზუსტად 2 წლის წინ მახსოვს მონპელიეში ერთ-ერთ ქართველს ვესაუბრებოდი, რომელიც არის სწორედ ამ პრობლემების მოგვარებით დაკავშირებული, ის ამბობდა, რომ ყოველდღიურად 7 ან 8 ქართველი პაციენტი მიკავშირდება და თხოვს სწორედ ამ გზის გაკვლევას. ეხლა საუბარი არის მონპელიეზე ერთ კლინიკაზე კონკრეტულად, ვინაიდან მასთან ჰქონდა შეხება და ეს ვიცი, ხო, დიაგნოსტიკით იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და არ მინდა რომ გამომჩეს აქ რამდენად შორს ვარ სპეციალურად სტატისტიკა ამოვიწერე. მთავარი პრობლემა დარწმუნებული ვარ, ჩემო კოლეგებმაც ისაუბრეს, არის თუ პრევენციულ რგოლს არ მივხედეთ, როდესაც პირველადი ჯანდაცვის რგოლ, ანუ რაც უფრო ადრე დაისმევა, დიაგნოზი მით უფრო მეტი იქნება. სამწუხაროდ ჩვენ მოდით ასე უხეშად ვიტყვი, ფულს ვყრით მესამეულ რგოლში, როდესაც ძალიან რთული არის შედეგით მიღწევა, მაგრამ პირველადი რგოლი აბსოლუტურად მოუწესრიგებელი გვაქვს და აი აქ სპეციალურად სტატისტიკა ამოვიწერე, რომ საფრანგეთის შემთხვევაში, ესე იგი სიმსივნეთა 70%-ზე მეტი ისმევა სწორედ პირველ-მეორე სტადიაზე ამ პრევენციულ რგოლზე. მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში 75% შემთხვევაში ეს არის მესამეული ან მეოთხეული სტადიის სიმსივნე, როდესაც გაცილებით უფრო რთული არის, რა თქმა უნდა, მასთან გამკლავება, ხო? ეს არის ის რა რეალობასთან ჩვენ საქართველოში ვეჯახებით და არ ვიცი, აუცილებლად ის იმუნოთერაპია არის ძალიან მტკივნეული თემა ქართველი პაციენტებისთვის, ხო, აქ არის, ხო, ალბათ შეიძლება ესეც ვთქვათ, ჩემ კლინიკური ონკოლოგები უფრო კარგად იტყვიან ამას, მაგრამ ზოგიერთ სიმსივნის შემთხვევაში ეს ნამდვილად არის პანაცეა, ნამდვილად არის შესაძლებლობა ძალიან კარგი გამოსავლის, განსაკუთრებით 5 წლიან პროგნოზში, ხო, და აქ ყოველ სიმსივნის შემთხვევაში ყოველი წელი დამატებითი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხაროდ არის, რომ საქართველოში ეს პრობლემა არ მოგვარდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რას არ უნდა კლინიკურ ონკოლოგს უნდოდეს დაუნიშნოს ეს იმუნოთერაპია, ხო? ის ვერ იზამს ამას, იმიტომ რომ იცის რომ პაციენტი ამას ვერ გადაიხდის, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 150,000 ევროს აღემატებოდეს ამის ხარჯი, ხო? წლიური მთლიანი კურსის, ხო? სამწუხაროდ ასეთ რეალობაში ვდგევართ, რაც არის. რაც შეეხება ბოლო კითხვას, ევროკავშირთან ასოცირების ნაწილი, ხო? აუცილებლად ესეც უნდა ითქვას, როდესაც ონკოლოგიაზე ვლაპარაკობთ, ალბათ დროის ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ წარმოიდგინეთ ქართული кейსების დიდი ნაწილი ესე იწყება, რომ დიაგნოზი ვერ დამისვეს ან დამისვეს, შემდეგ გადავწყვიტე, უცებ რაღაცა გავყიდეთ, ოჯახი რაღაც სახლი ნათესავებმა დაგვეხმარეთ და რაღაც ორ კვირაში აღმოჩნდით საქართველოში, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს საფრანგეთში, ხო? პედიატრიული პაციენტის შემთხვევაში, როდესაც მას მოუწევს ვიზის ლოდინი, რომელიც გაიწელება, რა თქმა უნდა, თვეების განმავლობაში და რა გამოსავალზე შეიძლება ვისაუბროთ, ხო? როდესაც თვეების დაგვიანებით დაიწყება მკურნალობა, განსაკუთრებით პედიატრიული სიმსივნეების შემთხვევაში, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა, ხო? ანუ აი ეს ფაქტობრივად უკეტავს კარს მინიმალურ, არ ვიტყვი მინიმალურ შანსს, მაინც საფრანგეთის შემთხვევაში და ევროპის შემთხვევაში ეს არის საკმაოდ დიდი შანსი კარგი გამოსავლის და ფაქტობრივად ეს პაციენტები შეიძლება დარჩენ აი ამ გამოსავლის გარეშე, ხო? ეს ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ამ თემაზე, იმიტომ რომ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა ვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული და რაც შეიძლება მეტი საშუალებები გაჩნდეს იმისთვის, რომ უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იტანჯებიან და თან ეს მომატებული სტატისტიკა, ეს არის ძალიან მძიმე სურათი და ძალიან მძიმე მოსასმენი. ზურა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და როგორც ჟურნალისტი ძალიან დააკლდი ეკრანს, თუმცა დღეს ისეთი სიტუაცია იქნებ ისჯობდეს, რასაც შენაკეთებ. თუმცა მგონია, რომ ეს არის პროფესია, რომელსაც არასოდეს არ ტოვებს ადამიანი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. და გადავიდეთ ისე იქიდან გამომდინარე, რაც თქვა ზურამ, ფაქტიურად რომ შევაჯამოთ, რა შეიძლება ექიმებმა გააკეთოთ, ასოციაციებმა გააკეთოთ იმისთვის, სხვა შორის ზურასთან მინდოდა შეკითხვის დასმა, ხა გამახსენდა, რომ სამწუხაროდ დამავიწყდა ეს შეკითხვა. თუნდაც ინფორმაციის გაცვლის კუთხით, აი მეტი ჩართულობის და
იგივე მკურნალობის პროცესში რაღაცა სიახლეების გაზიარების, აი ამ ტიპის ურთიერთობაც ხო ესეც ხო აუცილებელია. ნინო, ესეთი ურთიერთობა ჩვენ ყველას გვაქვს. ოღონდ პირადი რასაკურველია, პირადი კონტაქტების საშუალებით ძალიან ხშირად პაციენტი ვერც იგებს, ისე გვაქვს ჩვენ უცხოელ კოლეგებთან, ასე ვთქვათ, ონლაინ კონსულტაციები და ჩართულობა და განხილვა. ისევე ვერ იგებს, როგორ გვაქვს ჩვენ აი ესე ერთმანეთს სხვადასხვა კლინიკის თანამშრომლებს ერთმანეთთან პაციენტების განხილვა. თუმცა ეს არ არის სწორი, ეს უნდა იყოს მანდატორული. ყველა პაციენტი უნდა ირჩეოდეს multidisciplinarul გუნდთან ერთად. ეს არ უნდა იყოს ნიას, ვახოს და ეკას სურვილზე და შესაძლებლობაზე. ყველა ექიმს უნდა კონდეს ამის საშუალება, რომ მისი პაციენტი განხილული უნდა იყოს საერთო მრავლობითი სხვადასხვა სპეციალისტების მიერ. და ეს არ არის და პაციენტი არ არის ჩემი, ვახოსი ან ეკასი, პაციენტი არის კლინიკის და კლინიკა ამ პაციენტზე პასუხისმგებელია. ეს პირველ რიგში. რაც შეეხება ამ ურთიერთობებს, რასაკურველია, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასოციაცია წარმართავს დარგის პოლიტიკას. ჩვენთან სამწუხაროდ ასოციაციები არის ძალიან ბევრი და მათ ეხლა ნელ-ნელა იწყება მათი უფლებამოსილებების შეძენა, თორე აქამდე იყო ქაღალდზე ეს ასოციაციები, არაფერს არ აკეთებდნენ, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკის გადამწყვეტი არ იყო დარგის განვითარებაში. ეს აუცილებელია. არ მინდა სახელმწიფოსთან ურთიერთობის სახელმწიფოსთან ურთიერთობას და დარგის განვითარების პოლიტიკის ასე ვთქვათ შემქმნელი და მიმართულების მიმცემი, იმიტომ რომ სამინისტროსაც უნდა მისცე რაღაცა გარკვეული გეზი და უნდა აუხსნა, რომ აი ჩვენ გვჭირდება ეს. გარდა ამისა, არ მინდა რომ გამოვჩეს ვახომ ხაზი გაუსვა, ეს არის სპეციალისტების გადამზადება. ეს აუცილებელია. ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ნება-სურვილზე. ეს უნდა იყოს კატეგორიულად მოთხოვნადი. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ის პირდაღებული უწყვეტი განათლების ქულები, რომელიც ქაღალდზე რჩება. ას უნდა იყოს აუცილებლად და ადამიანის კვალიფიკაციის მიხედვით უნდა იყოს მისი დაფასება. ახალგაზრდებს ხელშეწყობა ჭირდებათ. მოტივირებული ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, მათ ხელშეწყობა და ასე ვთქვათ, ბიძგი ჭირდებათ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დატოვონ, თორე ხვალ აღარ გვეყოლება კვალიფიციური კადრი. ამიტომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად გასაკეთებელია, მაგრამ რასაკურველია, ეს ყველაფერი გასაკეთებელია გუშინ. თორე ჩვენ ისე ჩამოვრჩებით, რომ არ გვეყოფა მერე ძალიან სწრაფი ნაბიჯებით სიარულით. რაც შეეხება მკურნალობის ოპტიმიზაციას, ვახოს ვეთანხმები აბსოლუტურად. თუ არ იქნა სტანდარტი, რომელიც უკვე შექმნილია და ჩვენ ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, უნდა გადმოვიღოთ და მოვარგოთ ჩვენ ქვეყანას. თუნდაც ფენოტიპის, სოციალური სტატუსის მიხედვით, შესაძლებლობების მიხედვით. იმას ელემენტარულად გეტყვი, უკვე დაიყო კლინიკური კვლევების მონაცემები ჩინური მოსახლეობისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის. ასეთიც კი არსებობს. შავკანიანებისთვის, კავკასიური რასისთვის. იმიტომ რომ გენური ფონდი სხვადასხვანაირად რეაგირებს სხვადასხვა მკურნალობაზე. ესე არ არის რომ კვლევები ამტკიცებს. ელემენტარულ მაგალითს გეტყვი. ფილტვის ადენოკარცინომა ძალიან მაღალ პროცენტში არის ჩინურ მოსახლეობასთან დადებითი EGFR მუტაციაზე. როცა სხვა ქვეყანებში ვთქვათ ამერიკულში და კავკასიის ასე ვთქვათ თეთრკანიანებში გაცილებით ნაკლებია. იქ ბევრად უკეთესად მუშაობს ანტი-EGFR-ის მედიკამენტი ვიდრე სხვაგან. ამიტომ ეს კვლევები, ეხლა ვეთანხმები მე ჩვენ კოლეგას, კვლევები უნდა განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან პატარა ერი ვართ. ჩვენთან სამეცნიერო მუშაობა შეიძლება იყოს ნაწილი იმ დიდი სამეცნიერო მუშაობისა, რომელიც აქ გაკეთდება. ჩვენ ამის დაფინანსების ოცნებაც კი არა გვაქვს ჯერ. მაგრამ მოხმარების საშუალება აი რაც თქვა, ჩვენ გამოვიყენოთ მათი მიღწეული შედეგები. მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ იმ წუთში ფინანსები სხვა რაღაცაში გავაკეთოთ და მივალთ ჩვენ იმ ეტაპამდე, რომ სამეცნიერო მუშაობაც იქნება. რასაკვირველი. ეკა
შემაჯამებელი მინდა მოგცეთ შემდეგ ვახოს. კი, მე ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი რაზეც ჩვენ მაინც ვსაუბრობთ, მაინც მიდის იქამდე, რაც ჩამოვთვალეთ სახელმწიფოს ფუნქციებში, იმიტომ რომ იგივე ის კვლევების დაფინანსებაც, იმ დაფინანსების ფუნქციაში შედის ის ადრეული გამოვლენაც და დიაგნოსტიკაც, ფუნქციაში შედის საკადრო რესურსის გაძლიერება, პირდაპირ გაძლიერება და მე ჩამოთვლილი ამ გაძლიერებაში რა და რა შედის, რომ მათ შორის გადამზადებაც რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ის მოვალეობები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, რჩება მოვალეობა და მის ქვეშ იშლება ეს ყველაფერი. თუმცა მე წეგანაც თქვი, არ მინდა ესე დავამთავროთ გადაცემა, რომ რაღაც დეტალებზე არ გავუსვათ ხაზი, პაციენტის არ დაგვავიწყდეს შემთხვევა, რითაც დავიწყეთ ძალიან მტკივნეულად დღევანდელი გადაცემა. მე მინდა გასაგები გახდეს, რომ ოღონდ ეს არ არის გამართლების მცდელობა, ეს არის ახს პირიქით არის პაციენტი გეუბნება, რომ აი ფულის გაკეთების მიზნით MRT-ს გამიკეთა გულმკერდისაც, თავისაც, იმისაც, რაში მჭირდებოდა, ცირემენტში იყო პროცესი, ამან კიდევ ყველაფერი ზოგი პირიქით ჰიპერდიაგნოსტიკა ჯობია თუ ჰიპოდიაგნოსტიკა ჯობია, ну ალბათ სიმსივნეში ესე უფრო ჯობია რომ ყველაფერი გამოვიკვლიო და გამოვრიცხოთ. ანუ აქ ეს პრობლემაა, სხვა პაციენტთა სხვა პრობლემაა. როდესაც იეჭვა დაუშვათ მიომაზე და აღარ იეჭვა სიმსივნეზე, ბუნებრივია ის არის პეტე არ იმშტება თავიდან და აგერ არიან სპეციალისტები, ხა მე ონკოლოგობას არ დავიწყებ, მაგრამ არსებობს აი ბატონ ვახომ გადასარება თქვა თან მიმდევრობაო. მეტი კი არაფერი იქ ნაჩვენებია რა შემთხვევაში ალგორითმულია ეს ყველაფერი. ეს გამოვლინდა ასე აგრძელებ, არ გამოვლინდა მე როგორ სხვანაირად და ასე შემდეგ. ამაზე აღარ გავჩერდები, თუმცა რახან პროტოკოლი ვახსენე აქვე ვიტყვი რომ პირდაპირ დადგენილებაში წერია რომ სამედიცინო პროფესიული ასოციაციების მთავარი ფუნქცია, მთავარი ვალდებულება არის ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების შემუშავება. ეროვნული გაიდლაინი და პროტოკოლი რო შეიმუშავო, ათენტური კვლევები უნდა გქონდეს. და აი რატომაც არა თუ იქნება სახელმწიფოსგან დაფინანსება, კი ბატონო, კონკრეტულ ისეთ კვლევებს, რომელიც მხოლოდ ქართულ პოპულაციაზე, ნუ ან ჩვენ რეგიონში მცხოვრებ მე მგონი ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ კონკრეტული და რეგიონალური მაგას ვამბობ, ანუ გამორიცხული ალბათ ეს აუცილებელია. მაგრამ საქმე რაშია, გაიდლაინებს და პროტოკოლებს რო დავუბრუნდეთ, იცით, ეს შაბლონი ხო საშინელება, იმიტომ რომ ამ შაბლონს უნდა მოერგო თუ წერ პროტოკოლს და ნუ მოკლედ ამოსულია ყელში ბევრ პროფესიულ ასოციაციასაც ესეც, იმიტომ რომ ფაქტობრივად თარგმნიან, იწერენ და მე არ ქმევენ ეროვნულს. ამიტომ ალბათ ამაზეც უნდა წამოვიდეს სახელმწიფო დათმობაზე, რომ გქონდეს უფლება გავაკეთოთ ადაპტირება ჩვენ ქვეყანაზე უკვე არსებულის ველოსიპედი არ გამოვიგონოთ და აი ეს ჩაუთვალოს უკვე დაუმტკიცოს სამინისტრომ და თქვას რომ კი ბატონო დაფუძნებულია ამაზე და ფორმაც კი იყოს იმათი ფორმა რა აუცილებელია ამ ეროვნული გაიდლაინის პროტოკოლის დაუშვათ შაბლონს მოვარგოთ ხო მეტყვი ზოგჯერ ის ფორმა უფრო მარტივია მოკლედ არ ჩაუგრმავდები ამ საკითხს მაგრამ მე მისქმა მინდა რომ არის საკითხები მარტივად არ უნდა გართულება მარტივად დარეგულირებადია ეხლა რაც შეეხება სწორედ ამ პროტოკოლს რატო ვახსენეთ რომ პროტოკოლის მიხედვით მიომის დროს არ ჭირდებოდა ის ღრმავებული კვლევები და არ უეჭვია სიმსივნეზე. ეხლა სიმსივნეზე რა იეჭვა ეს დაუდევრობა იყო თუ შეცდომა ეგ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. გამიგეთ მით უმეტეს თუ იქ ორი საშუალოსნო იყო, გასაგებია რომ შეიძლება გამიგეთ, ანუ ერთგან არ იყო პროცესი, მეორეგან იყო და ასე შემდეგ. მაგრამ აქ მთავარი ეგ არ არის. კაი, დაუშვათ მოხდა დიაგნოსტიკური შეცდომა. გამოსწორება იმით მოხდა ამ ყველაფრის რო, როდესაც მასალა ინახა ოპერაციული, უკვე მიხვნე რაშიც იყო საქმე, ხო? და იქ უკვე მის კომუნიკაციის, ან დაუშვათ პაციენტთან არასწორი კომუნიკაციის, ან სხვა თემები შეიძლება იყო, მაგრამ ამას უკვე პაციენტსაც ეწყება უკვე სრული უნდობლობა და რა თქმა უნდა გარბის. რომ უშველოს თავის თავს, ეს აბსოლუტურად გასაგებია. იმ ნაწილში რო არ დამალა. მან უთხრა, რომ ცუდად არის საქმე, არა ხდება ასეთი შემთხვევებიც, რომ თავი რო ესე იგი დაიცვან, არეუნებიან შემდგომში რა მოხდა, ხო, სამწუხაროდ. აქ ესე არ ყოფილა. უთხრეს, რომ ცუდად არის საქმე და რომ აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიხედოს. მაგრამ ნახეთ აქ რა მოხდა, ამბობს ადამიანი რომ არ დამიფინანსეს. დიაგნოსტიკა არ ფინანსდება და იმიტომ არ დაუფინანსეს. ხო, მაგრამ ასეთ გამონაკლის შემთხვევაში მას რომ სასამართლოს მიემართა, ხო? არა, ერთი წუთით გაიხადე ახსნე, ნახეთ არ აფინანსებს, ფრაგმენტულია თქო რატო ვამბობთ, არ ფინანსდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ჭირდება, იმიტომ არსებობს მერიის და გამგეობის ის აი ბატონი ვახო გადასარევად ამბობდა რომ რამდენიმე წყარო უნდა იყოსო, ერთ საყოველთაოზე როა დამოკიდებული და ვერ უძლებს ამ ხელა ლოდს, ხო? ონკოლოგიამ წაიღო მთელი საყოველთაო რა დარჩება სხვა დაავადებებს, ხო? ამიტომ უნდა განაწილდეს და სახელმწიფოს ეს განაწილება თუ რეფერალური თუ ამ გამგეობები მუნიციპალურით ხო აქვს? ცოტა მაინც. ვერ ვიტყვით რომ ხო, მაგრამ აი ამ
ნატა ზუსტად მაგას ამბობდა. ამაზეა საუბარი, არ დაუფინანსებდა მერია და გამგეობა. რატომ? ამაშია საქმე, რომ აქ უკვე ხაშურის თემაა. და რატომ? ნუ ესია რანიშნულობა ესეც ხო სახელმწიფოს ნაწილია. რა უნდა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მართალია, მე ვამბობ, რომ კანონით ესია, ის კანონით მართალი იყო. ხო, მაგრამ კანონი არ არის მაშინ სამართლიანი. მაშინ ჩვენ მივდივართ პაციენტთა ორგანიზაციებმა უკვე შემოდის და რა თქმა უნდა ექიმების გარდაჭერით. უკვე ადვოკაცია უნდა გაწიონ, რომ ამ ნაწილში ცვლილება იყოს და თავისთავად ცხადია, ეგეც ხომ სახელმწიფოს პრეროგატივა. ანას ბრძოლა ჰერცეპტიზე რამდენი იყო, რომ თბილისში თუ არ ვარ, რატო არ უნდა მეკუთვნოდეს. აი ამას გავალებს კიდევ სახელმწიფოს, აი საერთაშორისო თანაბარი ხელმისაწვდომობაო. ყველასთვისო. აი ეს თუ შეასრულა ეს ვალდებულება, ეს უკვე ბიოეთიკის კანონია, ესა პრინციპია ჩვეულებრივად, ხო? ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და ფინანსური და ინფორმაციული კი არა მარტო, აი აბსოლუტურად ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მიუხედავად იმისა, რა საკის ვარ, საცხოვრობს და ყველაფერი აბსოლუტურად. ანუ რო შევაჯამოთ ნატოს შემთხვევით მინდა მე დავასრულო რახან, ნუ იმიტომ რომ თეორიულად უკვე ჩამოვთვალე და ეხლა საუბრით ვერაფერი შევცვლით, უბრალოდ შიფროთ რა პრობლემები წამოიღო განვაზოგადოთ. ანუ ყველაფერი ახსნადია რაც მის შემთხვევაში მოხდა. მე უკვე თვითონ დობა დაკარგა და წავიდა რა თქმა უნდა. მაგრამ თქვა რატომ ღირს მეტიო? არ მინდა ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვო. რა თქმა უნდა მეტი ღირს აქ, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს პეტი, წამკითხველებიც ეხა უვიცები ნამდვილად ადრე შეიძლება იყო რაღაცებს არ. ეხა იმდენ ვორქშოპს, იმდენ კონფერენციას ეს ეხა თქვა ქალბატონმა ნიამ ინტელექტუალური რესურსი არ პირიქით ახტოვანებულები არიან ზოგჯერ უცხოეთში იმდენად უსწრებენ წინ ჩვენი გონებრივი და ასე ვთქვათ ცარიელი ხელებით მუშაობის შესაძლებლობებით, მაგრამ იზოტოპების თემა არის, ეხლა ეს ყბადაღებული თემა, ამას აღარ ჩაუღრმავდები და რახან ამის შემოტანა, ანუ ფას წარმოქმნაში გარკვეული რა თქმა უნდა მონაწილეობს ბევრი ფაქტორი. ამიტომ იქ ადგილზე აქვს ეს იზოტოპები. ამიტომ იქ $700 ღირს და აქ რა თქმა უნდა $1000. კლინიკა შემოაქვს იზოტოპები, თავის კომერციულ არა, ეს უკვე ქვეყანაში უნდა იყოს. ამაშია საქმე. ანუ ისევ მივდივართ იქ, ვინც უნდა შეძლოს შემოტანა კლინიკას ეხლა კლინიკას შემო. ხო, მაგრამ ხო შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს ასეთ შემთხვევაში. მაგაზია საუბარი. ანუ აუცილებლად ისე ვიქმნები. ვეწინააღმდეგებთ ერთმანეთს. ან სახელმწიფო უნდა დააწესოს მაშინ წესები და რეგულაციები ან ჩაერიოს ყველაფერში. ყველაფერში ჩარევით დაიხჩო. დაიხჩება. დღეს რასაც უყურებთ, იხჩობა. იმიტომ რომ მან აიღო ძალიან დიდი ტვირთი მასზე. და ამისი არც პოლიტიკური ნება აქვს, არც პასუხისმგებლობა აქვს, არც ცოდნა აქვს, არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა. მაშინ რა უპასუხოთ მაშინ ადამიანებს რომლებიც მეკითხებიან რა ჩვენ უნდა ვცადოთ ვაჩვენოთ მოქალაქეებს რა არის ოპტიმალური სისტემა და ზეწოლა მოვახდინოთ გადაწყვეტილების მიმღებებზე სხვადასხვა მხრიდან პროფესიული ასოციაციებიდან, პაციენტების ასოციაციებიდან, მოქალაქეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან, რომ რამენაერად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ნდობას და ძალიან დიდი საკითხია, დიდი გამოწვევა ეს ჯანდაცვის მუნდირის პოლიციელებზე იყო ეს შევარდნალის მუნდირის ღირსება არ იცვება დაფარვით. მუნდირის ღირსება იცვება საჯაროობით, ღია ინფორმაციით. აღე გვაჩვენეთ რა შედეგები გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში და გარწმუნებთ რადიკალურად შეიცვლება მოქალაქეების დამოკიდებულება. თუმცა შეიძლება უკეთესობისკენ, შეიძლება ვარესობისკენ. დღეს უნდობლობა არის იმიტომ, რომ მოქალაქეებმა არ იციან რა ხარისხის სამედიცინო სერვისი იღებენ და გადაწყვეტილება მიიღება იმით, ვახო, კარგი ბიჭია, ნია, კარგი გოგოა თუ გურამი ცუდი ბიჭია და მის მეზობელს ვინ როგორ დაეხმარა და რეალურად ამითი ზარალდება პირველ რიგში პაციენტი. ამიტომ სტრატეგიულია გახადეთ საჯარო ჯანდაცვის ციფრები, გახადეთ საჯარო კლინიკური შედეგები, აღნუსხეთ და გახადეთ საჯარო ეს სტრატეგიულად შეცვლის ნდობას. ეს ეხება როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ჩემ კოლეგებსაც. ძალიან ხშირად კრიტიკული შეფასებები რაღაც დაცვის პოზაში იწვევს. თუ ჩვენ ამას არ ვიტყვით საჯაროდ, კოლეგებო, ჩვენ არავინ არ გვენდობა.
დაფარულ კარებს, დაფარულ ოთახში ხდება ბნელ ოთახში ხდება ცუდი რაღაცები და ჭაობში არის ბაღაყები. მზე არის ყველაზე კარგი დეზინფექტორი. ეს რაც შეეხება ნდობას ჯანდაცვის სისტემის მიმართ. არ შემიძლია არ გავატარო, გავატარო ჯანდაცვის პროფესიონალების მომზადების საკითხი. ძალიან კარგი პროგრამა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტრომ წინა მინისტრის დროს. პაციენტებისთვის კარგი, როცა ბავშვებს უშვებდნენ და მე მგონი გრძელდება დღესაც ეს პრობლემა ესპანეთში და თურქეთს რამდენიმე საკმაოდ კარგ კლინიკაში. ოღონდ მას არ აქვს სისტემური ეფექტი ჯანდაცვის სისტემისთვის. არც ერთი ექიმი, არც ერთი ექთანი ამდენი თანხის გადახდის შემდეგ არ რჩება საქართველოს. ეკი არა ისე წავიდა საქმე რომ შეიძლება ბავშვთა ნეიროქირურგიაში ერთი თაობის შემდეგ რთული ოპერაციის გამკეთებელი ქირურგი აღარ დაგვრჩეს. იმიტომ რომ მთელი ეს ნაკადი დიახ ეს არის ფანტასტიკური ამბავი რომ ინტერპრეტაცია იყოს ამ ბავშვებისთვის ეს არის გადარჩენის შანსი. ოღონდ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ნიშნავს რომ ამას მიაყოლო ექიმები, გადაწყვეტილების მიღებები, მენეჯერები გადაამზადო ისინი და ოდესმე და ეს არ არის მოკლე პროცესი თავს ნუ მოვიტყუებთ 4-5 წლის მერე მაინც აქ იყოს შესაძლებელი ამ მხარდაჭერის გაწევა ჩვენი მოქალაქეების ახალი თაობის გაზრდა რომელიც ადგილზე ნინო რო გახსოვდათ 8 წლის წინ თქომე რო გითხარით ეს იყო ის ბავშვთა კიბოს რეგიონული ცენტრი რომლის გაკეთებაც გვინდოდა შებას კლინიკასთან ერთ-ერთ ჩვენ საქართველოს კლინიკაში და აი რამხელა ტრაპიდან ჩამოხსნილი ფაქტობრივად გასაგზავნად 4 ტრენინგზე უკვე ყველაფერი გამზადებული რატომ მოხდა იმიტომ რომ აქაც იყო სახელმწიფო პროგრამა რა თქმა უნდა ძალიან კარგი შედეგებიც ჰქონდათ ყველაფერი როცა რელევანტურია ყურა გერმანულზე დაფუძნებული გერმანულ მოდელზე და ნუ იქ მოხდა გარკვეული წინააღმდეგობა და ფაქტობრივად ჩაიშალა ამხელა საქმე როცა შებადა მთელი ფინანსური დირექტორი და წამყვანი ჰემატოლოგი და ვინარიყო თქვენ ეს გახსოვდათ ეს აქცენტი ეხლა ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვიტყვი აი სწორედ ამას მოყვა მე რომ სახელმწიფომ თქვა არა თქვენ კი არა მაშინ ჩვენ გავაკეთებთ ბავშვთა კიბოს ცენტრს კი ბატონო ძალიან გაგვიხარდა კი ბატონო ოღონდ გაკეთდეს და ნუ იქნება ჩვენგან მაგრამ ნახეთ და ამას მოყვა ის დაფინანსებებიც მაგრამ ნახეთ რა შეზუსტად შეცდომა ერთი ის რომ მომზადება გადამზადება პარალელურად არ მომხდარო პარალელურად აქ აშენო შენი და გარდამავალ პერიოდში აფინანსო ძალიან დიდი განსხვავება როდესაც გარდამავალ პერიოდში სანამ შენ ამას ააშენებ ის არ ზარალდება ვისაც აქ და ახლა ჭირდება დახმარება მაგრამ პარალელურად შენ აშენებ და ბუნებრივია გეყოლება უკვე შესანიშნავი. აქ მინდა ერთი რამ დავაზუსტო. რატო ამბობენ ლიმიტი ამოიწურა? ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ისევ კანონმდებლობიდან. ახლა მე ვცდილობ რომ ვისაუბრო წესებით. თუ არის დაავადება რომლის მკურნალობის რესურსი სახელმწიფოში არსებობს, დადგენილების მიხედვით ვამბობ, ამას არაფინანსებს საზღვარგარეთ ქვეყანა. მაგრამ თუ შენ გჭირდება ისეთი ჩარევა, მაგალითად მაღალ დოზირებული ქიმიოთერაპია, ან ძვლის ტვინის გადანება. ან წამალი არ არსებობს უბრალოდ, აი მშრალი ქიმია არ არსებობს საქართველოში. ალბათო თამარმა შესაძლოა აწარმოა მაშინ, მაგრამ გავანებოთ წარსულში რაც იყო თავი. უბრალოდ მე მინდა წესები იცოდნენ. და ამ შემთხვევაში, როდესაც არ ფინანსდება ის სამედიცინო სერვისი, რომელიც საქართველოშიც არის ოფიციალურად, ну მაშინ დადგენილება უნდა შეცვალონ. ხო? ამიტომ ვერ უხდიან ფულს. მაგრამ ვისაც გადაწყვიტეს, რომ უხდიან, ну ეხა იქაც არის ვალებს იგროვებენ, ის მე აღარ უგრძელებს, ამიტომ რატომ არის სახელმწიფო ასე ვთქვათ პასუხისგებელი კონტრაქტს რო დებ კლინიკასთან, იქ უნდა განსაზღვრო ყველა რისკი. და უნდა უთხრა, რომ დავუშვათ მე ვერ გადმოგირიცხე დროზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ბავშვი ეს ბავშვი არ დამიღუპო, იმიტომ რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლო კონსიგნაციით ემსახურებიან აგერ რამდენი შემომტანები კლინიკებს. აი ამ შემთხვევაში ხო უნდა იყოს ძალიან პროაქტიული სახელმწიფოს ქმედება. ამაზე გვაქვს ზუსტად საუბარი, რომ წარმოუდგენელია სახელმწიფოს როლი. ვეთანხმები აბსოლუტურად ბატონო, ახო ცენტრალიზებაზე და მარწუხებში მოქცევაზე ხო არ ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რახან საერთაშორისო პროგრესულმა ცივილურმა საზოგადოებამ ჩამოწერა
მთავრობების ვალდებულებები ეს ჯანმოსთან არის ასოცირებასთან არის მთელსოფლიოსთან ხო შეთანხმებული რომ ყველა მთავრობას მარტო საქართველოს მთავრობას ხო არ ვერჩით ყველა მთავრობას აქვს ეს ვალდებულებები ხომ აქ არის ზუსტად საუბარი ხარ დაჭერაზეა თუ შენ ამას ვერ ასრულებო შენითო ამიტომ ვინც ამას გაინაწილებს და იტყვის მე ამას გავაკეთებ მე ამას ამათი კონსოლიდირება მენეჯმენტი კოორდინირება და ხელშეწყობა აი ეს ხდება უკვე მაშინ ასეთ პირობებში სახელმწიფოს ვალდებულება ასე რომ და მე პასუხა ნატასთვის რატომ არ ძალიან დიდი რატომ არსებობს ფრაზა ლიმიტი ამოიწურა რომელიც არის ყველაზე მწარე მოსასმელი თუკი რამე შეიძლება იყოს შეპირდნენ დაფინანსებას და იქ იყო დადებული ხელშეკრულება და კონკრეტულ თანხაზე ამ შემთხვევაში იქნება ეს პასუხი თუმცა ნახეთ ეკა როგორი რაღაცა იმ შემთხვევაში კანონებს ადამიანები წერენ, ადამიანები ცვლიან და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ, ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მკურნალობა, ან მაშინ უნდა სახელმწიფო მოახერხოს, თუ სწორად გავიგე, რომ კლინიკასთან აი ეს უწყვეტობა უზრუნველყოს, ან არ ვიცი, მაშინ ჩვენ წირავთ ადამიანებს ძალიან ცუდი ადამიანებს, ნინო, ის წყალსჩაყრილია, ის ფული, ამას ვამბობ ზუსტად, ის წინა გაწეული მომსახურებაც კი აღარაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ადამიანი ვერ აგრძელებს დანიშნულების მიხედვით. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ამის მოსმენა, მკურნალობის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ოპტიმიზაცია და ესეც მდგომარეობის მიხედვით, ესეც მულტიდისციპლინარული ჯგუფის განხილვის საფუძველი უნდა იყოს. ვის რა რამდენი როდის ჭირდება კი ბატონო ეს რეაბილიტაცია სად პალიატივია ამასაც აქ რაცაც ამბობს ვახო ესეც დაწერილია შემოდგა თუ არა ნაბიჯი კლინიკაში პაციენტმა იქ უკვე ყველაფერი გაწერილია ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის აი ამ მძიმე თემაზე საუბრისთვის ეს ალბათ დარწმუნებული ვარ ისეთივე მძიმეა ექიმისთვის როგორც პაციენტისთვის აი ამ გზის გავლა რომელსაც ადამიანები გადიან ნამდვილად ამაში აბსოლუტურად ერთი წამი ეჭვი არ მეპარება მე მინდა ყველა და კოშმარია ხელფეხში არ დამავიწყდება ყოველთვის როცა რაღაცა პირად პრობლემაზე დავკავშირები ვარ ეკას ნიას თქვენ აი ყოველთვის მაქვს აი ყოველთვის ვხედავ აი განცდას რა განცდითაც თქვენ ამას ეკიდებით და ეს ფაქტიურად ძალიან მძიმე გადასატანია ძალიან მძიმეა თქვენი პროფესია მე მინდა ყველა ადამიანს რომელიც ახლა აი ამ ძალიან მძიმე გზას გადის ძალიან მალე უსურვო გამოჯამრთელება და ძალიან მინდა რომ ჩვენი სახელმწიფო რაღაცნაირად რაც შეიძლება დროზე მოხდეს ის ყველაფერი რაც ახლა თქვენ როგორც რეკომენდაციები გაეცით აი ის გაჩერებული დოკუმენტებიც რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული რომ უშუალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც დღეს ძალიან უჭირთ და ეს ციფრი არ იყოს მზარდი არამედ პირიქით რაც შეიძლება მალე დაიკლოს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით ასევე მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ